ცხოვრების 12 წესი. ქაოსის ანტიდოტი. წესი მეხუთე. არ მისცეთ თქვენ შვილებს იმის გაკეთების უფლება, რაც მათ მიმართ მტრულად განგაწყობთ. არა, არ შეიძლება. ცოტა ხნის წინ ხალხმრავალ აეროპორტში 3 წლის ბიჭს მოუკარი თვალი. იგი დედმამის უკან მიჩანჩალებდა და ყოველ 5 წუთში არაადამიანური ხმით გაჰგიოდა. რაც მთავარია ამას არასაჭიროების გამო, არამედ გამიზნულად აკეთებდა. მე როგორც მშობელი ხმაზე ვატყობდი, რომ ძალა გამოლეული არ იყო. ასე ყურადღების მისაპყრობად იქცეოდა. და დედმამას, ასევე ასობით სხვა ადამიანსაც აღიზიანებდა. იქნებ რაღაც ჭირდებოდა, მაგრამ მსგავსი საქციელით სასურველს ვერ მიიღებდა და მშობლებს მისთვის ეს კი უნდა ესწავლებინათ. შეიძლება შემომედაოთ და თუ ხანგრძლივი ფრენის შემდეგ დაღლილ დაქანცულები იყვნენ, ამ პრობლემის მიზანმიმართულად და წინდახედულად გადაჭრას 30 წამი დასჭირდებოდა და შექმნილ უხერხულობას თავიდან ააცილებდათ. უფრო გონიერი დედმამა მათი სრუნვის ობიექტს ხალხს ასე აბუჩად არ ააგდებინებდა. შემხოდრია ისეთი წყვილიც თავის 2 წლის პატარას ვერაფერზე რო ვერ ეუბნებოდა უარს. იცულებულნი იყვნენ სიამოვნების მიღების ნაცვლად ყველგან, სადაც წავიდოდათ ან გაყოლოდნენ, რადგან იმდენად უმსგავსოდ იქცეოდა, რომ უმეთვალყურეოდ თავის ნებაზე 2 წუთითაც კი ვერ ტოვებდნენ. მშობლების სურვილმა შვილისთვის მოქმედების თავისუფლება მიეცათ და ბავშვის იმპულსურ ქმედებებში არ ჩარეულიყვნენ, სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. პატარას დამოუკიდებლად მოქმედების ყველა შესაძლებლობა წაართვეს, რადგან ვერაფრით გაბედეს აეხსნათ და ესწავლებინათ, რას ნიშნავს სიტყვა არა. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო ბავშვური დამოუკიდებლობის გონივრული საზღვრები. ეს იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ წარმოშობს ზომაზე მეტი ქაოსი ზედმეტ წესრიგს და გარდაუვალ საპირისპირო რეაქციას. ანალოგიურად ასევე მინახავს მშობლები წვეულებაზე, სადღესასწაულო სუფრასთან უფროსებთან საუბარს რომ ვერ ახერხებდნენ, რადგანაც მათი 4-5 წლის შვილები მთელ ყურადღებას იპყრობდნენ, დაჭრილ პურებს გულებს აცლიდნენ და თავიანთ ბავშვურ ტირანიას მთელ შეკრებილ საზოგადოებაზე ავრცელებდნენ. დედმამები კი დარცხვენილები უყურებდნენ და მათ ქცევაში ვერ ერეოდნენ. როდესაც ჩემი აწუკვე ზრდასრული ქალიშვილი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ერთმა პატარამ მას თავში მეტალის სათამაშო ჩაარტყა. იმავე ბიჭმა 1 წლის შემდეგ თავის უფროს დას გამეტებით კრახელი და შუშის ზედაპირის მქონე მსხრევად ყავის მაგიდას მიანარცხა. დედამ შეშინებული გოგონას ნაცვლად მყისვე აიტაცა ბიჭი ხელში და მშვიდი ხმით უთხრა. ასე აღარ მოქცეულიყო. თავზე ხელიც გადაუსვა, რითიც მიანიშნა, რომ მისი საქციელი მისაღები იყო. იგი ღმერთის კომპლექსით შეპყრობილ სამყაროს პატარა იმპერატორს ზრდიდა, რაც ბევრი დედის გაუთვითცნობიერებელი მიზანია, მათ შორის იმათიც, ვინც თავს სრული გენდერული თანასწორობის მომხრედ მიიჩნევენ. ასეთი ქალები ზრდასრული მამაკაცის ნებისმიერ ბრძანებას ხმამაღლა ეწინააღმდეგებიან, მაგრამ დაუყოვნებლივ იწყებენ სამზარეულოში ფუსფუსს, რომ როცა მათი შთამომავალი ვიდეო თამაშია ჩაფლული, მოთხოვნისთანავე არაქისის კარაქის და ჟელეს ბუტერბროდი მოუმზადონ. ასე აღზრდილი ბიჭების მომავალ პარტნიორებს დედამთილის სიძულვილის მართლაც ყველა მიზეზი აქვთ. ქალების პატივისცემა? ეს სხვა ბიჭებს, სხვა მამაკაცებს ეხებათ და არა მათ უძვირფასეს ვაჟებს.
მამრობითი სქესის შვილის ყოლისთვის უპირატესობის მინიჭებას განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც მაგალითად ინდოეთი, პაკისტანი ან ჩინეთია, სადაც სქესის მიხედვით სელექციური აბორტის გაკეთების პრაქტიკაა გავრცელებული, შეიძლება ნაწილობრივ მსგავსი იდეა ედოს საფუძვლად. ვიკიპედიას მიხედვით ოჯახში გოგონასთან შედარებით ბიჭის ყოლას დიდი უპირატესობა კულტურული ნორმებიდან გამომდინარე ენიჭება. ვიკიპედიას ციტირებას, რადგან კოლექტიურად ივსება და რედაქტირდება, იმიტომ ვახდენ. ვფიქრობ, საყოველთაოდ მიღებული იდეების მოსაძებნად ეს ვებგვერდი მართლაც შესანიშნავი ადგილია. თუმცა იმის მტკიცებულება, რომ მსგავსი რწმენა წარმოდგენების ზედმიწევნით კულტურის ნაწილია, არ არსებობს. ასეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბების საკმაოდ სარწმუნო, მაგრამ თანამედროვე, თანასწორუფლებიანი გადმოსახედიდან არც თუ ისე კარგი ფსიქოლოგიური მიზეზები არსებობს. როდესაც მთავარი გენების გამრავლებაა და გარემოებები ყველა კვერცხის ერთ კალათაში მოთავსებას, ასე ვთქვათ, რისკების გადანაწილებას გაიძულებს, ვაჟის ყოლა ამ შემთხვევაში ევოლუციური ლოგიკის მკაცრი სტანდარტების მიხედვით უკეთესია. გაინტერესებთ რატომ? ჯანსაღი რეპროდუქციული სისტემის მქონე ქალმა შესაძლოა ყველაზე მეტი 8 ან 9 ბავშვი გააჩინოს. ჰოლოკოსტს გადარჩენილ იტა შვარცს, რომელმაც ამ მხრივ რეკორდი დაამყარა 3 თაობის პირდაპირ შთამომავალი ყავდა. მსგავს რეპროდუქციულ მაქსიმუმს ვინც მიაღწია. 2010 წლისთვის, როცა გარდაიცვალა, იგი თითქმის 2000-მდე ადამიანის წინაპარი იყო, მაგრამ რეპროდუქციულად წარმატებული მამაკაცის შესაძლებლობები უსაზღვროა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს სახეობას პრაქტიკული შეზღუდვა აქვს დაწესებული და ქალი თითო ჯერზე მეტწილად შემთხვევაში მხოლოდ ერთ ბავშვს აჩენს. მამაკაცისთვის სექსუალური კავშირის არაერთ პარტნიორთან დამყარება ძალზე სწრაფად, ექსპონენტურად გამრავლების შესაძლებლობაა. ჭორები დადის თითქოს მსახიობ უორენ ბიტის და სპორტსმენ უილ ჩემბერლეინს ათასობით ქალთან აქვთ სარეცელი გაყოფილი. მსგავსი საქციელი არც როკ ვარსკვლავებისთვის არის გაუგონარი, თუმცა მათ ამ რაოდენობის შვილები არ შესძენიათ, რადგანაც ამას ჩასახვის საწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებები უშლის ხელს. აი წარსულის ცნობილმა ადამიანებმა ეს შეძლეს. მაგალითად ცინის დინასტიის მამამთავარი ჯოკანგა დაახლოებით 1500 წელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში 1,5 მილიონი ადამიანის წინაპარია. ხოლო შუა საუკუნეებში უინიელის დინასტიამ 3 მილიონამდე მამრობითი სქესის შთამომავალი შვა. მათი ძირითადი ნაწილი ირლანდიელთა გადასახლების გამო ჩრდილო-დასავლეთ ირლანდიისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა კონცენტრირებული. გამრავლების მეფე რა თქმა უნდა ჩინგის-ხანია. აზიის დიდი ნაწილის დამპყრობელი ამ კონტინენტზე დაბადებული მამაკაცები და 8%-ის წინაპარია. თაობათა შორის მისი შთამომავლების რიცხვი 16 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამგვარად ღრმა ბიოლოგიური თვალსაზრისით არსებობს მიზეზები, რომელთა გამო შეიძლება მშობლებმა მამრობითი სქესის ემბრიონს მიანიჭონ უპირატესობა და მდედრობითი სქესის ნაყოფი მოიცილონ. ამ ყველაფერს შორის პირდაპირი მიზეზ შედეგობრივი კავშირის არსებობას არ ვამტკიცებ. თუმცა არც სხვა კულტურაზე დამოკიდებულ ფაქტორთა არსებობას უარყოფ. ზრდის პროცესში ვაჟის უპირატესობის დემონსტრირებით მოპყრობამ შეიძლება იგი მიმზიდველ, კარგად განვითარებულ, თავდაჯერებულ მამაკაცად ჩამოაყალიბოს. ამას პირად მაგალითზე დაყრდნობით თვით ფსიქოანალიზის მამა ზიგმუნდ ფროიდი აღნიშნავს. ადამიანი, რომელიც დედის უდავო რჩეული იყო, მთელი ცხოვრების განმავლობაში თავს დამპყრობლად აღიქვამს და წარმატების რწმენას ხშირად მისი მხრიდან რეალური გამარჯვების მოპოვებაც მოყვება. სწორი მსჯელობაა ვერაფერ სიტყვი.
მაგრამ თავის დამპყრობლად აღქმამ შეიძლება ადამიანი ნამდვილ დამპყრობლადაც იოლად აქციოს. ჩინგისხანმა ხომ განსაკუთრებულ რეპროდუქციულ წარმატებას სხვების, მილიონობით დახოცილი ჩინელის, სპარსის, რუსისა და უნგრელის დამარცხების ხარჯზე მიაღწია. ვაჟის განებიურებამ და გათამამებამ ევოლუციურ ბიოლოგ რიჩარდ დუნკინს რომ დავესესხოთ, შესაძლებელია ეგოისტური გენის სიმძლავრის თვალსაზრისით დადებითად იმოქმედოს და ფავორიტ ბავშვს თავისი გენის უამრავი შთამომავლის ყოლის გზით გამრავლების შესაძლებლობა მისცეს. შეიძლება ეს აწმყოში ბნელი, კოშმარული სანახაობა იყოს და მომავალში ენით გამოუთქმელ საშინელებად იქცეს. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ყველა დედა გოგონას ვაჟს ამჯობინებს. მანდა პირიქით, ზოგჯერ ქალიშვილს არ ენიჭება უპირატესობა, არც იმას, რომ ხანდახან ვაჟებს უკეთესად მამები არ ექცევიან. ბავშვის სქესის გარდა შეიძლება სხვა ფაქტორებსაც ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა. მაგალითად ზოგჯერ სიძულვილის ქვეცნობიერი, ხანდახან ცნობიერი გრძნობაც, რომელსაც მშობელი მისი შვილის მიმართ სქესის, ინდივიდუალური თვისებების ან მდგომარეობის განურჩევლად შეიძლება განიცდიდეს დედობრივი მზრუნველობის ყოველგვარ ინსტინქტს ჯაბნის. 4 წლის ბავშვი რეგულარულად შიმშილობდა. პატარას ძიძა ველოსიპედით სეირნობის დროს დაშავდა და მოსავლელად დროებით ხან რომელ მეზობელთან მიაგდებდნენ და ხან რომელთან. ერთხელ როცა დედამისმა ჩვენთან დატოვა გაგვაფრთხილა, რომ შეიძლებოდა ბავშვს მთელი დღე არაფერი ეჭამა. არა უშავს თქვა მან. რა თქმა უნდა თუ ეს ისედაც აშკარა არ არის, ამაში კარგი ვერაფერი დავინახე. ბიჭუნა ჩემს მეუღლეს როცა ის რბილად, მაგრამ დაჟინებით ცდილობდა მისთვის სადილი ეჭმია და თავს არანებებდა, სასოწარკვეთილი ებღაუჭებოდა. თანამშრომლობისთვის, ანუ პირში ჩადებული თითო კოვზისთვის ჩემი ცოლი მას აჯილდოვებდა. პატარა ბიჭი ჩემს მეუღლეს და ჩვენს ორ შვილთან მეზობლების 2 მისახედ დატოვებულ ბავშვთან და ჩემთან ერთად სასადილო მაგიდასთან კრიჭა შეკრული დაჯდა. ჩემმა ცოლმა მას კოვზი წინ დაუდო და მოთმინებით ელოდა, სანამ თავს უარის ნიშნად აქეთ-იქით აქნევდა. იგი კვების პროცესისთვის თავის არიდებას 2 წლის, არც ისე კარგად აღზრდილი ბავშვის ხრიკების გამოყენებით ცდილობდა. ჩემი მეუღლე პატარას არ ეშვებოდა. ყოველ ჯერზე როცა პირს საჭმლით გაივსებდა, თავზე ხელს უსვამდა, ეფერებოდა და გულწრფელად ეუბნებოდა, რომ კარგი ბიჭი იყო. მართლაც ჯეროდა, რომ საყვარელი, მაგრამ გათამამებული ბავშვი იყო. არც თუ ისე მტანჯველი 10 წუთის შემდეგ სადილი მიირთვა. ყველანი სუნთქვა შეკრულები ვუყურებდით. ეს მართლაც რომ სიკვდილ სიცოცხლის საკითხი იყო. ჩემო ცოლმა ბიჭს ცარიელი ჯამი დაანახვა და უთხრა, ნახე, ყველაფერი შეჭამე. პატარას, რომელიც კუთხეში მოწყენილი იდგა, სხვა ბავშვებთან არ კონტაქტობდა, მაგრამ შუბლ შეკრული მიყურებდა და როდესაც ვეთამაშებოდი, ვუღიტინებდი და ვცდილობდი როგორმე გამემხიარულებინა. რეაქცია საერთოდ არ ჰქონდა. სახე გაუცისკრონდა და ღიმილი გადაეფინა, რამაც სასადილო მაგიდასთან ჯდომი ყველა გაახარა. 20 წლის შემდეგ ამ სიტყვების წერისას თვალზე ცრემლი კვლავ მადგება. შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ბავშვი ჩემს მეუღლეს ლეკვივით კუჩში დაძდევდა და მხედველობის არეალიდან არ უშვებდა. როდესაც ის ჯდებოდა, კალთაში უხტებოდა, კოცნიდა და ეხვეოდა. გულჩათხრობილი საკუთარ ნაჭუჭში აღარ იკეტებოდა და სასოწარკვეთილი ეძებდა იმ სიყვარულს, რომელსაც ვერ სადიღებდა. დღის ბოლოს იმაზე ადრე ვიდრე ველოდით, დედამისიც გამოჩნდა. ამ ოთახში, სადაც ყველანი ვიყავით შეკრებილნი, კიბით ჩამოვიდა. ოჰ, სუპერ დედიკო, თქვა უკმაყოფილოდ, როდესაც დაინახა, რომ მისი შვილი ჩემი ცოლის კალთას იყო გამოკერებული და ეალერსებოდა.
მისი ბნელით მოცული ტყვიასავით დამძიმებული გული ვერაფერმა გამოაკეთა და განწირული ბავშვით ხელჩაკიდებულმა დაგვტოვა. არადა ფსიქოლოგი იყო. ცალი თვალითაც რომ გამოიჭყიდოს, იმდენ ცუდს ხედავს ადამიანი. გასაკვირი არცაა, რომ სიბრმავე ურჩევნია. ყველას სძულს არითმეტიკა. კლიენტები თავიანთ ყოველდღიურ ოჯახურ პრობლემებს ჩემთან საკმაოდ ხშირად განიხილავენ. რუტინული საზრუნავის საფრთხილოა, რადგან მისი ჩვეული და პროგნოზირებადი ბუნება ასეთ საკითხს ტრივიალურად წარმოაჩენს. ეს მხოლოდ მოჩვენებითია. ჩვენს ცხოვრებას სწორედაც რომ ყოველდღიური მოვლენები ქმნის. ერთი და იმავენაირად გატარებული დრო საგანგაშო ტემპით მატულობს. ერთმა მამამ ცოტა ხნის წინ მომიყვა, რომ შვილის დასაძინებლად დაწვენისას დიდი პრობლემა ექმნებოდა. რიტუალი ჰქონდა ჩასატარებელი, რასაც დაახლოებით 55 წუთიან ხელჩართულ ორთა ბრძოლას ანდომებდა. არითმეტიკას მივმართეთ, ავდექით და გამოვითვალეთ. დღეში 45 წუთი რაიმეს რომ დაუთმოთ. კვირაში 7 დღეზე გამრავლებით გამოდის, რომ ამისთვის ჯამში 300 წუთი, ანუ 5 საათი უნდა გამოღოთ. თვეში 4 კვირაა. 4-ის 5-ზე გამრავლებით გამოდის, რომ ყოველთვიურად ამ საქმეში 20 საათი გეხარჯებათ. 12 თვის განმავლობაში დახარჯული 20 საათი წელიწადში 240 საათს. სტანდარტული 40 საათიანი სამუშაო კვირით კი თვენახევარს უდრის. ჩემი კლიენტი წელიწადში თვენახევარს შვილთან არაეფექტურად და საცოდავად ბრძოლაში ხარჯავდა. ალბათ საჭირო არც არის იმის თქმა, თუ როგორ ტანჯავდა ორივეს ეს ყველაფერი. რაც უნდა კეთილის რახვები გამოძრავებდეთ, როგორი შემწყნარებელიც უნდა იყოთ, ჯანსაღ, კარგ ურთიერთობას მასთან, ვისთანაც თვენახევრის განმავლობაში ჩხუბობთ, ვერ შეინარჩუნებთ. წყენა დაგროვდება და უკმაყოფილება უცილობლად იჩენს თავს. ასე რომც არ იყოს ფუჭად დახარჯული ეს დრო უფრო პროდუქტიულ, ბევრად სასარგებლო, ნაკლები სტრესის მომგვრელ, მეტად სასიამოვნო საქმიანობაში შეიძლება გაატაროთ. როგორ შევაფასოთ მსგავსი სიტუაციები? მაინც ვინ არის აქ დამნაშავე? მშობელი თუ შვილი? ბუნება თუ საზოგადოება? რა შეიძლება გაკეთდეს თუ კი საერთოდ რამე მოხერხდება? ზოგი ყველა პრობლემას ზრდასრულებაში, მშობლებში ან უფრო ფართოდ საზოგადოებაში ხედავს. ასეთი ადამიანები ფიქრობენ, ცუდი ბავშვები არ არსებობენ და არსებობენ მხოლოდ ცუდი მშობლები. როდესაც გონებაში უმანკო პატარის იდეალიზირებული სახე ამოგვიტივტივდება, მსგავსი შეხედულებები ერთი შეხედვით გამართლებული ჩანს. ბავშვები მშვენიერები და გულწრფელები არიან. მათი სიხარულის გამოხატვის, ნდობის გამოჩენისა და სიყვარულის უნარი აქვთ, რაც მათ გარემოცვაში მყოფი მოზრდილებისთვის ბრალეულობის სრულიად მიწერას აადვილებს. მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება საშიში და გულუბრყვილოდ რომანტიული, ხოლო თუ მშობლებს განსაკუთრებით რთულად აღსაზრდელი ვაჟი ან ქალიშვილი ყავთ, მეტისმეტად ძალმხრივია. ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანური ბოროტება უპირობოდ საზოგადოების კისერზეა, სულაც არ არის კარგი. მსგავსი დასკვნები პრობლემებს არ აგვარებს, არც არაფერს ხსნის და უკან გვხევს. თუ კორუმპირებულია საზოგადოება, მაგრამ არა ცალკეული პირები, მაშინ როგორღა ჩნდება და მრავლდება კორუფცია. ეს არის ღრმად იდეოლოგიური თეორია, რომელიც მხოლოდ ერთ მხარეს უწევს ანგარიშს. უფრო პრობლემატურია სოციალური მანკიერების ამ პრეზუმფციიდან ლოგიკურად გამომდინარე დაჟინებული მოთხოვნა. ინდივიდუალური პრობლემები, რაც უნდა იშვიათი იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად წვავეა, კულტურული რესტრუქტურიზაციის გზით უნდა გადაიჭრას.
ჩვენი საზოგადოება სულ უფრო ხშირად აწყდება მისი სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ტრადიციების განადგურების მოწოდებას, რომლის მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დატოვოს ისე, რომ რაიმე კატეგორიას არ მიაკუთვნოს, რადგანაც ამას ემყარება თვით ჩვენი შემეცნება. ამ ადათ-წესების უგულებელყოფა არ არის სასურველი. პიროვნების პირადი ტრაგედია სოციალური ევოლუციის მოხდენით ვერ გადაწყდება. რევოლუციას დესტაბილიზაცია მოყვება, რაც უკიდურესად საშიშია. ერთად ცხოვრება ეტაპობრივად ვისწავლეთ. რთულ საზოგადოებრივ წყობილებებს დროის წარმოუდგენლად ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში ვაყალიბებდით. საკმარისი სიცხადით არ გვესმის, რასაც ვაკეთებთ, რატომ მუშაობს. სოციალური ცხოვრების იდეოლოგიური შაბოლეტების სახელით, მაგალითად პირველ რიგში მრავალფეროვნება მახსენდება, ხელაღებით დაუდევრად ცვლილება სარგებელზე მეტ უსიამოვნებას მოგვიტანს. განსაკუთრებით თუ კი იმ ტანჯვასაც გავითვალისწინებთ, რაც მცირე მასშტაბის რევოლუციასაც კი მოაქვს. მაგალითად იყო თუ არა 1960-იან წლებში განქორწინების შესახებ კანონის მკვეთრი ლიბერალიზაცია საჭირო. არა ვარ დარწმუნებული, რა სიტყოდნენ ამაზე ის ბავშვები, ვისი ცხოვრებაც დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობაში ამ ჰიპოთეზურმა თავისუფლებამ შეარყია. ჩვენი წინაპრების დაწესებულ გონივრულ საზღვრებს მიღმა 1000 საშინელება იმალება. მათი დარღვევით ისევ საკუთარ თავს უქმნით საფრთხეს. ისეთ ადგილებში შევიჯებით, სადაც წარმოუდგენლად საშინელი მონსტრები იმალებიან, მეტისმეტად ბევრს ვრისკავთ. ხედავ, თანამედროვე მშობლებს შვილები ცოტათი აშინებენ. ეს მხოლოდ იმიტომ როდი ხდება, რომ დედმამის როლები შეიცვალა და ისინი დისციპლინის, წესრიგისა და ტრადიციების გადამცემი კეთილმოსურნე საჭირო შუამავლების სტატუსის ჩამორთმევასთან ერთად, ახლა ჰიპოთეზური სოციალური ტირანიის უშუალო გამტარებლებად ითვლებიან. შეცბუნებული მშობლები კვლავაც უხერხულად იმალებიან 1960-იანი წლების ძლიერი თინეიჯერული სულისკვეთების ჩრდილში. ეს ის 1000 წლეული იყო, როდესაც ზრდასრული სტატუსის ქონას ფასი დაეკარგა და ყოველგვარი კომპეტენტური ძალაუფლების მიმართ რწმენა გაქრა. უმწიფობით გამოწვეულ ქაოსსა და გონივრულ თავისუფლებას შორის ზღვარის გავლენა შეუძლებელი გახდა. გაიზარდა შვილების ხანმოკლე ემოციური ტანჯვის მიმართ მშობლების მგრძნობელობა. ასევე გაძლიერდა მათთვის მძიმე და კონტრპროდუქტიული ზიანის მიყენების შიში. აქ შეიძლება შემეკამათოთ კიდევაც და მითხრათ, ჯობს ასე არ იყოს, ვიდრე პირიქით. გიპასუხებთ, რომ კატასტროფა ნებისმიერ ზნეობრივ უკიდურესობაში იმალება. უგუნური ველური. ნათქვამია, ყველა ადამიანი, რომელიმე გამოჩენილი და გავლენიანი ფილოსოფოსის შეგნებული ან ქვეცნობიერი მიმდევარიაო. წმენა იმისა, რომ ბავშვებს უმანკო და შეუბღალავი სული აქვთ, რომელსაც შემდეგ კულტურა და საზოგადოება რყნის. მე-18 საუკუნეში მოღვაწე ფილოსოფოსის ჟან-ჟაკ რუსოსგანაა ნახსენები, ვისაც საზოგადოებისა და კერძო საკუთრების დამღუპველი გავლენის მტკიცეც სწამდა. რუსო ამტკიცებდა, რომ არაფერი იყო პრეცივილიზირებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე უფრო სათუთი და მშვენიერი. ამავდროულად აღიარა საკუთარი მამობრივი უნარობა და თავისი 5 შვილი აღსაზრდელად ბავშვთა სახლში გაამწესა. ამასთანავე რუსოს აღწერილი კეთილშობილი ველური იყო არქეტიპული, აბსტრაქტული და რელიგიური იდეალი და არა განსხეულებული სინამდვილე, როგორც ამას თავად ვარაუდობდა. თვითოეულის წარმოსახვაში მუდამ ბინადრობს მითოლოგიურად სრულყოფილი ღვთისშვილი. ის ახალგაზრდულ ენერგიას ფლობს. ახალშობილი გმირი,
და უსამართლოდ დადანაშაულებული. კანონიერი მეფის დიდი ხნის წინ დაკარგული მემკვიდრეა. სწორედ ის არის მინიშნება იმ უკვდავებაზე, რომელიც ჩვენს თავდაპირველ გამოცდილებას ახლავს. იგი სრულყოფილი და უცოდველი ადამიანია, რომელიც შემოდგომის ფოთოლცვენამდე ღმერთთან ერთად ბაღში დასეირნობს. ადამიანები ბოროტებიც არიან და კეთილებიც. ჩვენ სულებში ადრეულ ასაკშივე სინათლეც არის და სიბნელეც. საერთოდ ადამიანები წლების მატებასთან ერთად გაუარესების ნაცვლად უმჯობესდებიან და ბევრად კეთილგანწყობილები, უფრო კეთილსინდისიერები და ემოციურად მეტად სტაბილურები ხდებიან. სკოლის ეზოში განცდილი ღია და აშკარა ჩაგვრა ზრდასრულ საზოგადოებაში იშვიათად იჩენს თავს. უილიამ გოლდინგის ბნელი და ანარქისტული რომანი Lord of the Flies უსაფუძვლოდ როდიქცეულა კლასიკად. არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არ შეიძლება ადამიანის საშინელი ქცევა მხოლოდ ისტორიასა და საზოგადოებას პირდაპირ ასე მარტივად მიეწეროს. ეს ყველაზე მტკივნეული გზით ალბათ პრიმატოლოგმა ქალმა ჯეინ გუდოლმა აღმოაჩინა. 1974 წელს მან შეამჩნია, რომ მის საყვარელ შიმპანზეებს არა მხოლოდ შეეძლოთ, არამედ სურდათ კიდეც ადამიანებისთვის შესაფერისი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ერთმანეთი დაეხოცოთ. შოკის მომგვრელი ხასიათის უდიდესი ანთროპოლოგიური მნიშვნელობის მქონე ამ დაკვირვებას ის წლების მანძილზე ინახავდა საიდუმლოდ. ეშინოდა, რომ ცხოველებს ამ არაბუნებრივი ქცევისკენ მასთან მჭიდრო კონტაქტმა უბიძგა. ბევრს გუდოლის მაშინაც არ სჯეროდა, როცა თავისი კვლევის შედეგები ოფიციალურად გამოაქვეყნა. მაგრამ მალევე აშკარა გახდა, რომ ის, რაც მან ნახა, სულაც არ იყო იშვიათი მოვლენა. შიმპანზეები ტომთა შორის ომებს აჩაღებენ და ამ წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენენ. ტიპიური ზრდასრული პრიმატი შედარებით მომცრო აგებულების მიუხედავად ადამიანზე ორჯერ უფრო ძლიერია. გუდოლი თავისი შესწავლილი შიმპანზეების მიდრეკილებაზე ფოლადის მყარი კაბელები ეღრღნათ და ბერკეტები ეტეხათ, შიშითა და ძრწოლვით წერდა. მათ შეუძლიათ ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით ერთმანეთი ნაწილ-ნაწილ დაფლითონ. ამაში ვერც საზოგადოებას და ვერც მის მიერ შექმნილ რთულ ტექნოლოგიებს ვერ დავადანაშაულებთ. ღამღამობით ხშირად მეღვიძებოდა და საზარელი სურათები მიდგებოდა თვალწინ. მაგალითად ის დრო, როცა სატანა, შიმპანზე, რომელსაც დიდი ხანი ვაკვირდებოდი, სნიფს ნიკაპში თათით ჩააფრინდა და მისი ჭრილობიდან მოთქრიალე სისხლი დალია. ჯომეომ დეს ბარძაღზე კანი ააგლიჯა და როცა ფიგანმა მისი ბავშვობის დროინდელი გმირის გოლიათის აკანკალებულ ძირს გართხმულ სხეულს გამეტებით ურტყა. მოზარდი შიმპანზეების პატარ-პატარა ჯგუფები, ძირითადად მამრობითი სქესის პრიმატები, თავიანთ ტერიტორიაზე დაეხეტებიან. თუ უცხოებს შეხვდებიან, თუნდაც ეს მათი ძველი ნაცნობები იყვნენ, რომლებიც მთავარ ჯგუფს მოსწყდნენ, თავს დაესხმიან და ყველას უმოწყალოდ გაანადგურებენ. შიმპანზეებს სუპერეგო დიდად არ აქვთ განვითარებული. წინ დახედული ქცევა იქნება. კარგად გახსოვდეთ, რომ ადამიანის თვითკონტროლის შესაძლებლობებით შეიძლება გადაჭარბებით შეფასდეს. ისეთი შოკის მომგვრელი და შემზარავი წიგნის ყურადღებით წაკითხვა, როგორიც აირის ჩანის The Rape of Nankin-ია, რომელშიც ჩინეთის ამ ქალაქში იაპონელთა შეჭრა აღწერილი ყველაზე დიდ რომანტიკოსსაც მოხსნის ვარდისფერს ათვალეს.
ასევე რაც ნაკლები ითქმის ბიოლოგიური ომის საწარმოებლად შექმნილ იაპონურ 731 საიდუმლო დანაყოფზე. მით უკეთესი. მე გაგაფრთხილეთ. თუ კი გარისკავთ და წაიკითხავთ, ეს უკვე თქვენი ნება იქნება. მონადირე შემგროვებლები თემურად ცხოვრებისა და ლოკალიზებული კულტურის ქონის მიუხედავად ბევრად უფრო არიან ძალადობისა და მკვლელობის ჩადენისკენ მიდრეკილნი, ვიდრე განვითარებული სამრეწველო ქალაქების მცხოვრებლები. მკვლელობათა ყოველწლიური სტატისტიკა თანამედროვე დიდ ბრიტანეთში ყოველ აღრიცხულ 100,000 მოსახლეზე ერთ ადამიანს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 4-5 მეტია ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაახლოებით 9 ჰონდურასში, რაც ნებისმიერ თანამედროვე ქვეყანაში დაფიქსირებულზე მეტი. ესე იგი რეკორდული რაოდენობაა. მაგრამ მაჩვენებლებიც ხატყობს. ადამიანები რაც დრო გავიდა საზოგადოებების გაფართოებისა და უფრო ორგანიზებულად ქცევასთან ერთად, მეტად მშვიდობიანები გახდნენ. 1950 წელს ელიზაბეთ მარშალ თომასის მიერ რომანტიკულად დახატულ აფრიკულ ბუშმენებს, რომელთაც მათ უწყინარი ხალხი უწოდა, მკვლელობის მაჩვენებელი ყოველ 100,000 ადამიანზე 40 აღწევდა. მას შემდეგ, რაც ისინი სახელმწიფო მმართველობას დაუქვემდებარეს, ეს მონაცემი 30%-ით შემცირდა. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ემსახურება რთული სოციალური სტრუქტურების არსებობა ადამიანის ჩადენილ ძალადობების შემცირებას და არა გამწვავებას. ყოველწლიური მკვლელობების მაჩვენებელი ყოველ აღრიცხულ 100,000 მოსახლეზე აგრესიით განთქმულ იანომამიში, რომელიც ბრაზილიაში მდებარეობს, 300-ია. ეს მაინც არ არის მაქსიმალური ციფრი. პაპუა ახალ გვინეაში 100,000 ადამიანზე 140-დან 1000 კაცამდე მოკლული აღირიცხება. ამ მხრივ რეკორდი კალიფორნიის ძირძველი კატოს ეროვნების ხალხზე მოდის, რომლის 100,000 წარმომადგენლიდან 1840 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად 1450 სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი ხდება. რადგან ბავშვები სხვა ადამიანების მსგავსად მხოლოდ კარგები არ არიან, მათი უყურადღებოდ საკუთარ ნებაზე მიშვება დაუშვებელია. საზოგადოებასთან რაღაც შეხებისა და მისი გავლენის განცდის გარეშე ისინი სრულყოფილებას ვერ მიაღწევენ. სოციალიზაცია ხროვაში მისაღებად ძაღლებსაც სჭირდებათ. ბავშვები კი მათზე უფრო რთულად არიან მოწყობილნი. ეს ნიშნავს, რომ ბევრად იოლად ასწდებიან გზას, თუ მათ სათანადოდ არ გაწვრთნიან, დისციპლინას არ მიაჩვევენ და ასევე არ წაახალისებენ. იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანების ძალადობრივი ტენდენციების სოციალური სისტემის მანკიერებასთან დაკავშირება არასწორია. ყველაფერი პირიქითაა. სოციალიზაციის სასიცოცხლოდ ესოდენ მნიშვნელოვანი პროცესი არა მხოლოდ აქტიურად უწყობს ხელს სიკეთის გავრცელებას, არამედ უამრავ ბოროტებასაც გვარიდებს. აუცილებელია ბავშვებს ჩამოყალიბებაში დაეხმაროთ და ასევე ინფორმირებული გყავდეთ, სხვაგვარად ვერ გაიხარებენ. ეს მათ ქცევასაც აშკარად ეტყობა. სასოწარკვეთილი ბავშვები მოზრდილებისა და თანატოლების ყურადღებას იმიტომ მithხოვენ, რომ ეს მათ ეფექტურ და დახვეწილ კოლექტიურ მოთამაშეებად აქცევს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. პატარებს შესაძლოა ყურადღების ნაკლებობამ იგივე ზიანი მიაყენოს, რაც მათზე გარკვეული ფსიქიკური ან ფიზიკური ძალადობის განხორციელებამ. ეს ბავშვების უპატრონოდ მიტოვებისა და მათ მიმართ გულგრილობის გამოჩენით უფრო ხდება, ვიდრე გაცნობიერებულად. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მსგავსი უნება ნაკლებად მძიმე ან დიდხანს არ გაყვებათ. ბავშვები მაშინ ზარალდებიან, როდესაც მათი ცოტათი უყურადღებო მშობლები ვერ ახერხებენ, ისინი გონებამახულ დაკვირვებულ პიროვნებებად ჩამოაყალიბონ და უგუნურებს გაურკვეველ მდგომარეობაში ტოვებენ.
პატარები სწორად მაშინ ზიანდებიან, როდესაც მათზე პასუხისმგებელი პირები მათთან კონფლიქტს, მათ გაღიზიანებას გაურბიან. ვერ ბედავენ შენიშვნა მისცენ ან რაიმე შეუსწორონ და ყოველგვარი მიმართულების მიცემის გარეშე ტოვებენ. ასეთ ბავშვებს ქუჩაშიც ვცნობ. ფერმკრთალები და გონება გაფანტულები. სახეებზე უაზროდ გამომეტყველებას შეყინულნი დაყიალებენ. ანთებულის ნაცვლად ჩამქრალი, უსიცოცხლო თვალები აქვთ. ოსტატის მოლოდინში დაუმუშავებელ ხის მორებს გვანან. ასეთ მოზარდებს თანატოლები ქრონიკულად უგულებელ ყოფენ. არავის სიამოვნებს მათთან თამაში. მოზრდილებსაც კი იგივე დამოკიდებულება აქვთ. თუმცა თუ მის გამოვლენაში დაიჭერთ, ამას რაღა თქმა უნდა უარყოფენ. კარიერის დასაწყისში, როდესაც ბაგაბაღებში მუშაობდი, გარიყული ბავშვები ჩემთან სასოწარკვეთილები მოდიოდნენ. კარგად არ იყვნენ განვითარებულები. არც დისტანციის დაცვის შეგრძნება ჰქონდათ ჩამოყალიბებული. გართობასაც ვერ უდებდნენ გულს. მნიშვნელობა არ ქონდა, რას ვაკეთებდი. მოდიოდნენ და კალთაში მიძვრებოდნენ. მათ განვითარების შემდგომი ეტაპისთვის აუცილებელი, მოზრდილი ადამიანის ყურადღების მიპყრობის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ. ასეთ პატარებზე გაღიზიანების გარეშე რეაგირება და მათი ვფიქრობ ერთობ გახანგრძლივებული ინფანტილიზმის მიმართ გაჩენილი ზიზღის დამალვა ჩემთვის ძალიან რთული იყო. ჯერ ამ მსგავსი რეაქცია მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი და საშინელიც კი შეიძლება ყოფილიყო, განგაშის უნივერსალური, ცუდად სოციალიზირებულ ბავშვებთან ურთიერთობის საშიშროების შესახებ გამაფრთხილებელი შინაგანი სიგნალი იყო. შეუსაბამო დამოკიდებულების დაუყოვნებლივ გაჩენის დიდი ალბათობა არსებობდა. ეს ბავშვის მშობლების პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო. მისი მიღება ჩემგან ბევრი დროისა და ასევე უზარმაზარი რესურსების გამოყოფას მოითხოვდა. ამ დროს მსგავს სიტუაციაში ლაღი მოზარდები და ასევე გულისხმიერი მოზრდილები მთელი მათი ყურადღების სხვა ბავშვზე გადატანას ამჯობინებდნენ, ვისთანაც ურთიერთობას, უხეშად რომ ვთქვათ, მიღებული სარგებლის და გაწეული ხარჯის უფრო ნაკლები თანაფარდობა ექნება. მშობელი თუ მეგობარი. უყურადღებობა არასათანადო მოპყრობასთან ერთად. ცუდად აგებულიან და უბრალოდ მიზანმიმართულად ჩამოუყალიბებელი დისციპლინური მიდგომის განუყოფელი ნაწილია. რაც შეიძლება შეცდომაში შესული მშობლების მკაფიო, შეგნებული მოტივებით იყოს განპირობებული. ხშირად თანამედროვე მშობლებს ეშინიათ, რომ შვილებს რაიმე მიზეზით თუ დასჯიან, მათ ისინი აღარ ეყვარებათ. სურთ პირველ რიგში ბავშვების მეგობრები იყვნენ. მზად არიან ამის მისაღებად მათი პატივისცემაც კი გაწირონ. ეს კარგი არ არის. პატარებს უამრავი მეგობარი, ხოლო მშობელი საერთოდ თუ არის მსგავსი ფიგურა მათ ცხოვრებაში, მაქსიმუმ 2 ეყოლებათ. ისინი მათთვის ამ ხანაგებზე არა ნაკლებად, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებიან. მეგობრებს ჩვენთვის რაიმეს შესასწორებლად საჭირო ძალზე დაბალი ავტორიტეტი აქვთ. ამიტომ საჭიროა ყველა მშობელმა ისწავლოს, როგორ შეეგუონ და მოითმინონ შვილებისგან წამიერი რისხვის ან სიძულვილის გამოვლინება, მაკონტროლებელი ზომების მიღების შემდეგ. ბავშვებს გრძელვადიანი შედეგების აღქმისა და მათზე დარდის შეზღუდული უნარი აქვთ. მშობლები საზოგადოების შუამავლები არიან. ისინი ასწავლიან ბავშვებს, როგორ უნდა მოიქცნენ იმისათვის, რათა სხვებმა მათთან არსებითი და ამასთანავე პროდუქტიული ურთიერთობების ჩამოყალიბება შეძლონ. ბავშვის გაწვრთნა პასუხისმგებლობის გამოჩენას ნიშნავს. ამით მათ არასწორად მოქცევის ან შეცდომის დაშვებისთვის კი არ უბრაზდებით და არც რაიმე დანაშაულისთვის შურს იძიებთ. პირიქით,
მათ თანაგრძნობითა და დიდი სიფრთხილით ეკიდებით. სასჯელსაც ხანგრძლივი განსჯის შემდეგ უწესებთ. ბავშვის სათანადოდ გაწურთნა იმდენად დიდი ძალისხმევის გამოჩენას მოითხოვს, რომ შეიძლება ფაქტობრივად ამ სიტყვის ძალისხმევის სინონიმად აღვიქვათ. მათთვის სათანადო ყურადღების მიქცევა ძნელია. რთულია განსაზღვრო, მაინც რა არის სწორი და რა არასწორი. სამართლიანი და ლმობიერი დისციპლინური აღმზრდელობითი სტრატეგიების შემუშავება, ასევე მათი გამოყენების თაობაზე ბავშვის აღზრდაში ჩართულ სხვა პიროვნებებთან მოლაპარაკება იოლი არ არის. პასუხისმგებლობებისა და სირთულის ამ კომბინაციის გამო შეიძლება გაჩნდეს მცდარი აზრი. თითქოს ბავშვისთვის დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა მისთვის მხოლოდ საზიანოა. ერთხელ მიღებული მსგავსი შეხედულება მოზრდილებს პასუხისმგებლობისგან გაქცევასა და იმის დავიწყებაში უწყობთ ხელს, რომ კულტურასთან ბავშვების მაზიარებლები არიან და საშუალებას აძლევთ თავი დააჯერონ, თითქოს ასეთი დამოკიდებულება პატარისთვის უკეთესია. ეს თავის მოტყუება და დამღუპველია. ასეთი სიზარმაცისა და სისასტიკის გამოჩენა მიუტევებელია და ეს ყველაფერი არც არის. ვთვლით, რომ წესების შემოღება ჩვენი შვილების შინაგან სამყაროს დათრგუნავს. მათ უსასრულო ფანტაზიას დაასამარებს და შემოქმედებითობას ბოლოს მოუღებს. არადა სამეცნიერო ლიტერატურაში ნათლად ჩანს, რომ პირველ რიგში მსგავსი უსაზღვრო შემოქმედებითობა შოკის მომგვრელად იშვიათია. მეორე, ბავშვებისთვის დაწესებული მკაცრი შეზღუდვები მათი შესაძლებლობების რეალიზებას ხელს კი არ უშლის, არამედ პირიქით, ხელს უწყობს. წესებისა და სისტემის დესტრუქციულობის რწმენა თან ახლავს იმ აზრს, რომ ბავშვები, თუკი მათ სრულყოფილ ბუნებას გამოვლენის საშუალებას მიუცემთ, თვითონ გააკეთებენ სწორ არჩევანს, რა ჭამონ, ან როდის დაიძინონ. ეს კი ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და უსაბუთებელი მოსაზრებაა. პატარებს შეუძლიათ ჰოთ-დოგებზე, ქათმის ჩხირებსა და ფრუტ-ლუპებზე გაიზარდონ. თუ ეს მათ ყურადღებას მიიპყრობს, ძალაუფლებას მისცემს და რაიმე ახლის გასინჯვას თავიდან აარიდებს. ნაცვლად იმისა მშვიდად გონივრულ დროს დაწვნენ, ძილს მანამდე უძალიანდებიან, სანამ დაღლილობისგან ყინწი მოსწყდებათ. ბავშვებს მოზარდების პროვოცირების, ასევე რთული სოციალური გარემოს კვლევის დაუოკებელი სურვილი აქვთ. ისე იქცევიან, როგორც მოზარდი შიმპანზეები, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში დიდებს აღიზიანებენ. ცელქობასა და სხვების გაჯავრებას რა მოყვება. შედეგებზე დაკვირვება პატარებს შიმპანზეების მსგავსად საშუალებას აძლევს ნათლად დაინახონ ის საზღვრები, რომლებიც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მათთვის მოუწესრიგებელი და საშინელი თავისუფლების მომასწავებელი იქნებოდა. მსგავსი შეზღუდვები, როგორც კი ნათელი ხდება, უსაფრთხოებას მოასწავებს. თუნდაც ეს წამიერ იმედგაცრუებასა და გაბრაზებას იწვევდეს. მახსოვს, ჩემი ქალიშვილი დაახლოებით 2 წლის იქნებოდა. ერთხელ სათამაშო მოედანზე რომ წავიყვანე. საძრომიალოზე თამაშობდა. შუაში იყო ჩამოკიდებული. დაახლოებით მისივე ასაკის პატარა გამომწვევი ურჩხული ლითონის იმავე ძელზე იდგა, რომელზეც ჩემ შვილს ხელი ეკიდა. დავინახე, როგორ მიდიოდა მისკენ. თვალი თვალში გამიყარა. ჩემი გოგონას ხელს ნელ-ნელა შეგნებულად და სულ უფრო მტკივნეულად აბიჯებდა ფეხს. კარგად ხვდებოდა თუ რას ჩადიოდა. ვინიც ის გულში ფიქრობდა, ცალფეხზე მკიდი ხარ მამიკო. ეს იყო მთელი მისი ფილოსოფია. ოდესღაც ალბათ დაასკვნა, რომ უფროსები საზიზღრები არიან და მათი გამოწვევა უსაფრთხოდ შეეძლო. ვაი რომ მისი ბედიც გადაწყვეტილი იყო. ისიც ხომ გაიზრდებოდა.
ბიჭი ამ უიმედო მომავლისთვის მშობლებმა გაწირეს. მის და გასაოცრად სათამაშო მოედანზე მდგარი კონსტრუქციიდან ჩამოხსენი და შორს მოვისროლე. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ეს არ ჩამიდენია. მაგრამ მისთვის ვეაჯობებდა ასე მოქცეულიყავი. მე კი ჩემი შვილი უბრალოდ სხვაგან სათამაშოდ წავიყვანე. წარმოიდგინეთ მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც დედამის სახეში ურტყამს. კი, მაგრამ იკითხავთ, ამას რატომ ჩაიდენს? რა სულელური უპატიებლად გულუბრყვილო შეკითხვა. პასუხი ხომ აშკარაა. დედაზე მბრძანებლობისთვის. ის ცდილობს მოსინჯოს რა გაუვა. ძალადობაში იდუმალი არაფერია. გასაოცარი ის უფრო ამ შვიდობა თუა დამყარებული. ძალადობა თან დაყოლილია. შვიდობას კი სწავლა, ჩანერგვა და ათვისება სჭირდება, რაც რთულია. ადამიანები ხშირად ელემენტარულ ფსიქოლოგიურ შეკითხვებს უკუღმა სვამენ. რატომ იღებს ხალხი ნარკოტიკულ საშუალებებს? ამაში არაბუნებრივი არაფერია. გასაოცარი ის არის ყოველდღე როგორ არ მოიხმარენ. რატომ განიცდიან ადამიანების შფოთვას? არც ეს არის დიდი საიდუმლო. საერთოდ როგორ შეუძლია ვინმეს მშვიდად იყოს? აი რა არის საინტერესო. ჩვენ მყიფე, მოკვდავი არსებები ვართ. 1000 უბედურება შეიძლება მოხდეს. წესით გამუდმებით უნდა გვეშინოდეს რაიმე არ დაგვემართოს. იგივე შეიძლება ითქვას დეპრესიაზე, სიზარმაცესა და დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისკენ მიდრეკილებაზე. თუ შემიძლია რამე დაგიშაოთ და დაგჯაბნოთ. ის შემიძლია ჩემს გვერდითაც რომ იყოთ, როგორც მინდა ისე მოვიქცე. შემიძლია საკუთარი ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად გტანჯოთ, გაგაწამოთ, ყურადღებაც მოგაკლოთ და თქვენზე ვიბატონო. თუ მომინდა, საყვარელ სათამაშოებსაც წაგართმევთ. ბავშვები თავიდან იმიტომ ჩხუბობენ, რომ თანდაყოლილი აგრესია აქვთ. თუმცა ზოგიერთში უფრო ჭარბობს. მეორე მიზეზი ის არის, რომ აგრესიის გამოვლენა სურვილების ასრულებას უწყობს ხელს. სისულელეა ვარაუდი, რომ მსგავსი ქცევა ისწავლება. გველს გესვლას ვერ ასწავლით. ეს საკუთრივ მხეცის ბუნებაშია. 2 წლის პატარების სტატისტიკურად ყველაზე სასტიკი ადამიანები არიან. ჩხუბობენ, ტლინკებს ყრიან და სხვის ქონებასაც ითვისებენ. ასე იმისთვის იქცევია, რომ გარე სამყარო გამოიკვლიონ. თავიანთი აღშფოთება, იმედგაცრუება გამოხატონ და იმპულსურად გამოვლენილი სურვილები როგორმე დაიკმაყოფილონ. რაც ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, ბავშვები ამას მათი მხრიდან მისაღები ქცევების ჭეშმარიტი საზღვრების დასადგენად აკეთებენ. სხვაგვარად როგორ გაარკვევენ თუ რა არის დაშვებული და რა არა. მცირეწლოვნები იმ უსინათლოებივით არიან, რომლებიც საყრდენ კედელს ხელის ცეცებით ეძებენ. კონკრეტული საზღვრების დასადგენად, რაც იშვიათად ხდებათ იქ, სადაც ელოდებიან, წინ და წინ უნდა იმოძრაონ. მსგავსი ქმედებების მუდმივად მტკიცედ შესწორება ბავშვს გამოსახატავი აგრესიის მისაღებ ზღვარზე მიუთითებს. ჩარჩოების არარსებობა პატარას ცნობის მოყვარეობას მხოლოდ გაუმძაფრებს. თუ იგი დომინანტი და აგრესიულია, ასე მოქცევას მანამდე განაგრძობს, სანამ რაიმე ზღვრის არსებობაზე მიანიშნებენ. რამდენად მაგრად შემიძლია დავარტყა დედიკოს, სანამ პროტესტს გამოხატავს და ასე მოქცევას დამიშლის. ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, თუ მშობელს სურს არ სცემონ, ბავშვის ქცევა კორექცია საწყის ეტაპზე ვესჯობს, ვიდრე გვიან. პატარას ეს იმის გაგებაში დაეხმარება, რომ სხვების დარტყმა ოპტიმალური სოციალური სტრატეგია არ არის.
მსგავსი მითითებების გარეშე ვერც ერთი ვერ გაივლის თავისი იმპულსების ორგანიზებისა და რეგულირების ურთულეს პროცესს, რაც შემდგომ მათ ბავშვის ფსიქიკასა და გარე სამყაროში კონფლიქტის გარეშე თანაარსებობაში ეხმარება. გონების მწყობრში მოყვანა იოლი საქმე ნამდვილად არ არის. ჩემი ბიჭი პატარაობისას განსაკუთრებით თავნება და ფხუკიანი იყო. გოგონას ადგილზე გაშეშება ერთი მკაცრი მზერითაც კი შემეძლო. მსგავსი სტრატეგია ჩემს ვაჟზე არაფრით არ მოქმედებდა. 9 თვისას ჩემი მეუღლე სასადილო მაგიდასთან ყავდა მომწყვდეული, თუმცა ფარხმალს ისიც არ ყრიდა იოლად. ჩვენი პატარა კოუზე კონტროლის მოპოვებისთვის გვებრძოდა. ძალიანაც კარგი, ვფიქრობდით. საჭიროზე მეთხანს ხელი წუთითაც არ გვინდოდა გვეჭმია. მაგრამ ეს პატარა წურბელა 2-3 კოვს გადაყლაპავდა და თამაშს იწყებდა. იგი თებში საჭმელს ზელდა, ნაწილს სკამ მაგიდაზე უსვამდა და უყურებდა როგორ იწუწებოდა იატაკზე. ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, სამყაროს ასე იკვლევდა, მაგრამ სამყოფს არ მიირთმევდა. ამიტომ ღამით მისი ტირილი გვაღვიძებდა. ორივე კალაპოტიდან ამოვარდნილები და გაღიზიანებულები ვიყავით. ბავშვი დედამის აწვალებდა და ის შემდეგ ჩემზე იყრიდა ჯავრს. საქმე კარგად არ მიგვდიოდა. რამდენიმე დღიანი დეგრადაციის შემდეგ გადავწყვიტე, რომ კოუზი წამერთმია. ორთაბრძოლისთვის მოვემზადე. დროც საკმარისი მქონდა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ კარგი მოთმინების უნარის მქონე ზრდასრულ ადამიანს 2 წლის ბავშვის დამარცხება შეუძლია. ნათქვამია, ბებრული ეშმაკობა ახალგაზრდულ ნიჭს ყოველთვის დაამარცხებს. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ როცა 2 წლის ხართ, დრო უსასრულოდ მიედინება. 9 საათი ჩემი შვილისთვის 2 კვირას უდრიდა. ამან გამარჯვება მომაპოვებინა. საშინლად ჯიუტი იყო, მაგრამ მე უარესი აღმოჩნდი. მას პირისპირ დაუდექი და წინ ჯამი დავუდგე. შუა დღე იყო. ეს მანაც და მეც კარგად ვიცოდით. კოუზი აიღო. გამოვართვი და გემრიელი ფაფით გავუვსე. საჭმელი პირთან რომ მივუტანე, თვალი თვალში სათამაშო მოედანზე შენახვედრი პატარა მონსტრივით გამიყარა. ტუჩები მაგრად მოკუმა და კოპები შეკრა. კოუზს უმარჯვებდი. ის კი ჭამაზე უარს ამბობდა და თავს აქეთ-იქით აქნევდა. ეშმაკური გეგმა მქონდა. თავისუფალი ხელით მკერდზე თითი ვატაკე. მინდოდა როგორმე გამეღიზიანებინა. წარბიც კი არ შეუხრია. კვლავ და კვლავ ცადე. ისე არა რომ რამეს ტკენოდა, მაგრამ არც ისე რომ არ შეწუხებულიყო. 10-ოდე მცდელობის შემდეგ აღშფოთების ხმის გამოცემა დააპირა. აისად დაუშვა დიდი შეცდომა. დაღებულ პირში კოუზი უმალვე ოსტატურად ჩაუდე. მთელი ძალით ცდილობდა შეურაცხყოფელი საკვები ენით გადმოეგდო. კლავაც ვიცოდი რა უნდა მექნა. საჩვენებელი თითი ტუჩებთან ჰორიზონტალურად მივუტანე. საჭმლის ნაწილი გადმოყარა, მაგრამ ნაწილი მაინც გადაყლაპა. ერთი გამარჯვება მოვიპოვე. თავზე ხელი გადავუსვი და უთხარი, რომ კარგი ბიჭი იყო. ამის გულწრფელად მჯეროდა. როდესაც ვინმე იმას აკეთებს, რაც მისგან გსურდათ, ამისთვის აჯილდოებთ. ჩემი გამარჯვების შემდეგ წყენა გულში არც ერთ მხარეს არ ჩაუდვია. ეს ყველაფერი 1 საათში მორჩა. მართალია აღშფოთება გამოთქვა და ცხარეცრემლიც დაიღვარა. ჩემი მეუღლე სულაც ოთახიდან გავიდა. მისთვის ეს სტრესი მეტის მეტი იყო. სამაგიეროდ ბავშვმა ჭამა. ქანს გამოლეულს ჩემს მკერდზე თავდადებულს ჩაეძინა. ერთად წავთვლიმეთ. ხოლო როცა გაიღვიძა გაცილებით მეტად მოვწონდი ვიდრე მანამდე, სანამ დისციპლინას მივაჩვევდი.
შევამჩნიე, რომ ჩვეულებრივ ასე ხდებოდა, როდესაც მე და ბავშვები და ეს მხოლოდ ჩემებს არ ეხებოდათ, ერთმანეთს უპირისპირდებოდით. როცა მოგვიანებით მე და ჩემმა მეუღლემ წყვილი გავიცანით და ერთმანეთის შვილების მორიგეობით პატრონობაზე შევთანხმდით, ყველა ერთ-ერთი სახლში იკრიბებოდა ხოლმე. 3 წლამდე პატარები მისახედად ერთ წყვილთან რჩებოდნენ, ხოლო მეორე სასადილოდან ფილმის სანახავად მიდიოდა. ერთ საღამოსაც კიდევ ერთი წყვილი შემოგვიერთდა. მათ შვილს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი. 2 წლის დიდი და ღონიერი ბიჭი იყო. არ დაიძინებს მითხრა მამამისმა, რომ დააწვენთ საწოლიდან გადმოძვრება და ქვემოთ ჩამოვა. ამ დროს ელმოს ვიდეოებს ურთავთ და უფლებას ვაძლევთ, რომ უყუროს. არამც და არამც. ვიფიქრე გაუგონარ ბავშვს მიუღებელი ქცევისთვის არ დავასაჩუქრებ. ელმოს ვიდეოებს მით უმეტეს არ ვაყურებინებ. ამ საშინელი წუწუნა თოჯინა სატანა არ მქონდა. ჯიმ ჰენსონის მემკვიდრეობას ჩირკს ცხევდა. ასე რომ ვინმეს ელმოს ვიდეოებით დასაჩუქრებას აზრათაც არ გავიულებდი. რა თქმა უნდა, ხმამაღლა არაფერი მithქვამს. მშობელი რაიმეს მოსასმენად მზად თუ არ არის, ვერაფერს შეაგნებინებ. 2 საათში ბავშვები დავაწვინეთ და ყველამ უმალვე ძილს მისცა თავი. გაქცევა რომ ვერ შესძლებოდა, მარიონეტების დიდი მოყვარული აკვანში გავამწესე. იქიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ყმუილი შეძლო და ასეც მოიქცა. ეს სახიფათო იყო. მართლაც რომ კარგი სტრატეგია შეარჩია. მისი ყვირილი გამაღიზიანებელი იყო. შეიძლებოდა სხვებიც გაეღვიძებინა და მათაც მოერთოთ ხნავილი. ანგარიში 1:0 იყო პატარის სასარგებლოდ. საძინებელში შევედი და მოვთხოვე დაწოლილიყო. ჩემმა სიტყვებმა შედეგი არ გამოიღო. დაწექი გავუმეორე. თორემ ამის ძალით გაკეთება მოგიხდება. ბავშვთან მორიგების მცდელობა ხშირად კი უშედეგოდ მთავრდება, მაგრამ ჯერა რომ რაიმეს ზომის მიღებამდე სამართლიანი იქნება გავაფრთხილოთ. რა თქმა უნდა არ დაემორჩილა და მეტი ეფექტის მოსახდენად ერთხელაც დაიკივლა. პატარები ხშირად ტირიან. მათი შეშინებული მშობლები კი ყოველთვის ფიქრობენ, რომ რაღაც ტკივად, რაღაც აწუხებთ. ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება. ტირილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიბრაზეა. სიბრაზისა და შიშისგან ტირილი ერთი და იგივე არ არის. სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ამას ატირებული ბავშვების კუნთების დაკვირვებით გაანალიზებაც ადასტურებს. სხვადასხვა ჟღერადობა აქვს. პატარის ხმას ყურადღებით თუ მოусმენთ, ადვილად გაარჩევთ. სიბრაზისგან ტირილი ბავშვის მხრიდან თქვენზე გარკვეული გავლენის მოხდენის მცდელობაა. შესაბამისადაც უნდა მოიქცეთ. პატარა ავიყვანე და ნაზად მოთმინებით, მაგრამ მტკიცედ დავაწვინე. ადგა. ისევ მოვათავსე საწოლში. კვლავ ადგა. ეს რამდენჯერმე გამეორდა. ბოლოს მას ზურგზე ხელი დავადე და ისე დავაწვინე. ძლიერად, თუმცა ფრიად არაეფექტურად მიზალიანდებოდა. რაც უნდა იყოს ჩემი ზომაწონის მეათედი იყო. შემეძლო ცალი ხელითაც დამემარცხებინა. ხელი არ ამიღია. 7 ხმით ველაპარაკებოდი. ვეუბნებოდი, რომ კარგი ბიჭი იყო და უნდა მოდუნებულიყო. საწოვარა მივეცი. ვეფერე. დამშვიდდა და თვალები დახუჭა. ავდექი და ხელი გავუშვი. უმალ ფეხზე წამოდგა. მისი საქციელით გაოცებული ვიყავი. ნამდვილი მეომრის სულის კვეთება ჰქონდა. დაწექი პატარა ურჩხულო უთხარი და ცოტა კიდევ მოვეფერე. ზოგს მსგავსი მოპყრობა ამშვიდებს. დაიღალა. დასაძინებლად მზად იყო. თვალები როგორც კი დახუჭა, ავდექი და კარისკენ ფეხაკრეფით წავედი. უკან მოვიხედე, რომ ერთხელაც შემემოწმებინა და კვლავ ფეხზე იდგა. დაწექი. გაუმეორე და ისიც ტყვიასავით მოწყდა.
კარი გამოვიხურე. ამ დროს ერთმანეთი უკვე მოგწონდა. არც მე და არც ჩემ ცოლს მთელი ღამე მისი ხმა არ გაგვიგონია. როგორ იქცეოდა ბავშვი? კითხა მამამისმა, როცა გვიან ღამით უკან დაბრუნდა. კარგად, უპასუხე. პრობლემა არ შექმნია. ახლეს ძინავს. ადგა? დაინტერესდა მშობელი. არა, უპასუხე. მთელი ეს დრო გაუნძრევლად ძინავს. მამამისმა გაოცებულმა შემომხედა. ვატყობდი უნდა გაეგო რა მოხდა, მაგრამ არ მკითხა და მეც არაფერი ამიხსნია. როგორც ძველად იტყოდნენ, ნუ დაუყრით მარგალიტს ღორებს. მესმის შეიძლება ეს უხეშად მოგეჩვენოთ, მაგრამ არც ის არის სწორი ბავშვი უძილობას მიაჩვიოთ. მისი ეს საქციელი კი საშინელი მარიონეტის სულელური მასხრობითაც დაასაჩუქროთ. თქვენ როგორც საჭიროდ ჩათვლით, ისე მოიქეცით. და მე აღზრდის ჩემებურ მეთოდებს მივმართავ. დისციპლინა და სასჯელი. თანამედროვე მშობლებს ხშირად ერთმანეთში არეული ორი სიტყვის: დისციპლინა, წვრთნა და სასჯელი ეშინიათ. ეს სიტყვები მათში ციხეების, ჯარისკაცებისა და მაღალყელიანი ჩექმების ასოცირებას აღძრავს. დისციპლინას და ტირანიას, ასევე სასჯელს და წამებას შორის გავლებული ზღვრის გადასვლა კი მართლაც იოლია. დისციპლინის სწავლებას, წვრთნას და დასჯას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ორივე საჭიროა, მაგრამ არც აღზრდის ამ მეთოდების გამოყენების მიმართ შიშის განცდა არის გასაკვირი. პირიქით, ბუნებრივიცაა. შეიძლება კარგად ან ცუდად გამოგვივიდეს, გააზრებულად ან გაუაზრებლად ვიმოქმედოთ, მაგრამ ორივე ზომას მაინც მივმართავთ. ამას ვერავინ გაიქცევა. ვერ ვიტყვით, რომ დაჯილდოების გზით წვრთნა, აღზრდა შეუძლებელია. კარგი საქციელის წახალისება საკმაოდ ეფექტურით შეიძლება აღმოჩნდეს. ქცევითი ფსიქოლოგიის სპეციალისტებს შორის ყველაზე ცნობილი ბ.ფ. სკინერი მსგავსი მიდგომის დიდი მომხრე იყო. ამ მხრივ ექსპერტი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს მხოლოდ ნისკარტებით აგორავებდნენ, მან მტრედებს მაგიდის ჩოგბურთის თამაში ასწავლა. ცუდად რომ ზეთამაშად ისინი ხომ მხოლოდ მტრედები იყვნენ, მაინც კარგი სანახაობა გამოდიოდა. სკინერმა ფრინველებს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას რაკეტების მართვაც ასწავლა. პროექტს ჯერ მტრედი, შემდეგ ორკონი ეწოდა. სანამ ელექტრონული სახელმძღვანელო სისტემების გამოგონება მის ძალისხმევას წყალში ჩაყრიდა, მან დიდი გზა გაიარა. სკინერი იმ ცხოველებს თუ ფრინველებს, რომელსაც წვრთნიდა, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა. მათ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დასახულ მიზანთან მიახლოებული იქნებოდა, შესაბამისი ჯილდოც მოყვებოდა. არც უმნიშვნელო და არც იმდენად დიდი, რომ მომავალში გაცემული ჯილდოები გაეუფასურებინა. ასეთი მიდგომის გამოყენება ბავშვებთანაც შეიძლება და ფრიად კარგადაც მუშაობს. წარმოიდგინეთ, რომ გინდათ თქვენი ბავშვის სუფრის გაწყობაში დაგეხმაროთ. ეს სასარგებლო უნარია. თქვენც უფრო გეყვარებოდათ და მისივე თვითშეფასებისთვისაც კარგი იქნებოდა ეს სწავლა. ამგვარად თქვენთვის სასურველ ქცევას მის შემადგენელ ელემენტებად ყოფთ. სუფრის გაშლის ერთ-ერთი ნაწილი კარადიდან თებშების გამოღება და შემდეგ მისი მაგიდაზე დადებაა. შეიძლება ესეც მეტისმეტად რთული დავალება იყოს. იქნებ თქვენმა შვილმა ჯერ სულ რამდენიმე თვე არაც ფეხი აიდგა. ალბათ იგი სიარულისას კიდევ ბარბაცებს და არა სანდოა. ასე რომ თქვენ მის წვრთნას იწყებთ. თებშს აძლევთ და ასწავლით, რომ უკანვე მოგაწოდოთ. შეიძლება თავზე ხელი გადაუსვათ ამ პროცესი თამაშად აქციოთ. მარცხენა ხელით მიაწოდეთ, ან უკან შემოატარეთ და მარჯვენათი მიეცით ხოლმე. მერე შეგიძლიათ თებში დააკავებინოთ.
რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხიოთ და საშუალება მისცეთ მის მოსაწოდებლად თქვენკენ წამოვიდეს. ასწავლეთ, როგორ დაიკავოს თებში ხელში ვირტუოზულად და ნუ დაუშვებთ, რომ მოუხერხებლობის ხაფანგში გაებას. ამ მიდგომით შეგიძლიათ თითქმის ყველას ყველაფერი ასწავლოთ. პირველ რიგში გაერკვიეთ, რა გსურთ. შემდეგ გარშემო მყოფებს ყურადღებით დააკვირდით. როცა ისეთ რამეს დაინახავთ, რაც თქვენს მოწონებას დაიმსახურებს, უმალ ჩაერთეთ და ეს პიროვნება რაღაცით დაასაჩუქრეთ. თუ თქვენი გოგონა მას შემდეგ, რაც თინეიჯერი გახდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა და გსურთ, გული მეტად გადაგიშალოთ. თქვენი მიზანი იქნება, რომ შვილი უფრო კომუნიკაბელური გახადოთ. მაგალითად, დილით, საუზმობისას, სკოლასთან დაკავშირებულ რაიმე ამბავს თუ მოგიყვებათ, ეს მისთვის ყურადღების მისაქცევად შესანიშნავი დროა. თქვენი მხრიდან ჯილდო ეს იქნება. თუ არ გსურთ, რომ არასდროს აღარაფერს მოგიყვეთ, ტელეფონს თავი დაანებეთ. მოკლე ტექსტური შეტყობინებების წერას მოეშვით და მოусმინეთ. მშობლების მხრიდან ბავშვების ცხოვრებაში ისე ჩარევა, რომ ამით სიხარულით მიანიჭოთ, არა მხოლოდ შეიძლება, არამედ აუცილებლადაც უნდა იქნეს ქცევის ფორმირებისთვის გამოყენებული. ეს ეხებათ მეუღლეებს, თანამშრომლებსა და მშობლებსაც. თუმცა სკინერი რეალისტი გახდათ და შენიშნა, რომ დაჯილდოების მეთოდის გამოყენება საკმაოდ რთული იყო, რადგან დამკვირვებელს სანამ დაკვირვების ობიექტი სასურველ ქცევას სპონტანურად არ გამოავლენდა, დიდხანს უწევდა ლოდინი. ჯილდო ხომ ამ დროს უნდა მიეცა. ამას ბევრი დროის დათმობა სჭირდებოდა, რაც პრობლემას წარმოადგენდა. სკინერს თავისი ცხოველებისა და ფრინველების შიმშილობა უწევდა. სანამ წონის მესამეც დაკარგავდნენ და იმდენად გახდებოდნენ, რომ საჭმლით დაჯილდოებას მათში გარკვეული ინტერესი აღეძრა. დადებითი მიდგომის უარყოფითი მხარეები ამით არ შემოიფარგლება. რაიმეს შეთვისებაში, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციების განცდაც გვეხმარება. რაღაცეების სწავლა ნამდვილად საჭიროა. ჩვენ ხომ სულელები, მოწყვლადები, მოკვდავები ვართ და ეს ფაქტი არ გვსიამოვნებს. ასე რომ არ იყოს გამუდმებით სიკვდილის გზების ძიებაში ვიქნებოდით და მათი აღმოჩენის შემდეგ აღვესრულებოდით კიდეც. მაგრამ ასე არ არის. სიკვდილი მაშინაც კი არ გვინდა, როდესაც ის მხოლოდ შესაძლებლობას წარმოადგენს, ანუ ყოველთვის. ამგვარად უარყოფითი ემოციები, მიუხედავად იმისა, რომ მათი განცდა უსიამოვნოა, გვიცავს, ტკივილს, შიშს, სირცხვილსა და ზიზღს, იმიტომ განვიცდით, რომ ზიანი ავიცილოთ თავიდან. მსგავსი ემოციები საკმაოდ ხშირად გვაქვს. სინამდვილეში გარკვეული მასშტაბის დანაკარგებს უფრო განვიცდით, ვიდრე იმავე პროპორციის ჯილდოების მიღება გვახარებს. ტკივილი სიამოვნებაზე და წუხილი იმედზე უფრო ძლიერია. ორგვარ სასარგებლო ემოციას განვიცდით, დადებითს და უარყოფითს. წადილის შესრულებით მოგვრილი კმაყოფილება გვამცნობს, რომ რაღაც კარგი გავაკეთეთ. იმედის ქონა მოსალოდნელი ჯილდო კი იმას მიგვანიშნებს, რომ წინ სიამოვნება გველოდება. ტკივილის განცდა ჩვენთვის ზიანის მომტანია. ამიტომ ისეთ ქმედებებს, რაც პირადად დაგვაზარალებს ან სულად სოციალურად გაგვიყავს, არ ვიმეორებთ. მარტოობაც ხომ ერთგვარ ტკივილს განგვაცდევინებს. შფოთვის შეგრძნება გვაიძულებს, მავნე ადამიანებსა და ადგილებს მოვცილდეთ, რომ აღარ ვიტანჯოთ. ემოციების გაკონტროლებაა საჭირო. ისინი ფრთხილად, კონტექსტიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ. ცოცხლად გადარჩენისა და აგრეთვე წარმატებით განვითარებისთვის ყველა მათგანის განცდა გვჭირდება. ამგვარად, როდესაც ჩვენ შვილებს საშუალებას არ ვაძლევთ, რაც სწავლაში დაეხმარებათ ყველაფერი გამოიყენონ, თუნდაც ეს უარყოფითი ემოციების განცდა იყოს, მათ ვაზარალებთ.
ამ შემთხვევაში დიდი სიფრთხილისა და გულმოწყალების გამოჩენაცაა საჭირო. სკინერმა იცოდა, რომ მუქარასა და დასჯას არასასურველი ქცევების შეჩერება, ხოლო დაჯილდოებას პირიქით სასურველის წახალისება შეეძლო. ბავშვის ბუნებრივად განვითარებაში ჩარევის უბრალო აზრით პარალიზებულ სამყაროში ამ მეთოდების განხილვა სირთულეს წარმოადგენს. თუმცა ბავშვებს მათი ქცევის ფორმირება რომ არ ყოფილიყო ასე თუ ისე საჭირო, სიმწიფემდე ბუნებრივი განვითარების ასეთი გრძელი გზა არ ექნებოდათ გასავლელი და დედის საშოდან პირდაპირ საფონდო ბირჟაზე აქციებით სავაჭრო წავიდოდნენ. ბავშვებს შიშის, ტკივილის განცდა სრულებით ვერ ავარიდებთ. ისინი პატარები და დაუცველები არიან. სამყაროს შესახებ ბევრი არაფერი იციან. მაშინაც კი, როცა ისეთ ბუნებრივ რამეს აკეთებენ, როგორიც სიარულის სწავლა, სამყარო მათ დარტყმას საიდანღაც აუცილებლად მიაყენებს. და-ძმებთან, თანატოლებთან და ჯიუტ თანამშრომლობის სურვილის არ მქონე მოზრდილებთან ურთიერთობით იმედგაცრუებაზე აღარაფერს ვამბობ. ამის გათვალისწინებით მთავარი მორალური შეკითხვა ის კი არ არის თუ როგორ დავიცვათ ბავშვები ნებისმიერი უბედურებისა და წარუმატებლობისგან, შიშისა და ტკივილის განცდისგან, არამედ როგორ ვასწავლოთ, რა გზებით მიიღონ მეტი ცოდნა მინიმალური ძალისხმევით. დისნეის ფილმში მძინარე მზეთ უნახავი მეფესა და დედოფალს ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ქალიშვილი პრინცესა ავრორა შეეძინებათ. პატარას მათი ქვეშევრდომებისა და მსოფლიოსთვის წარსადგენად გრანდიოზული ნათლობის გამართვას აპირებენ. ყველას ეპატიჟებიან, ვისაც მათი ახალშობილი გოგონა უყვარს და პატივს სცემს. თუმცა ერთ საბედისწერო შეცდომას უშვებენ. მალეფისენტის, ავგული ბოროტი ჯადოქრის, ქვესკნელის დედოფლის მოწვევა ავიწყდებათ, რომელიც ამ ზღაპარში ბუნების უარყოფით მხარეს განასახიერებს. ეს სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ მონარქები საყვარელ შვილს მეტისმეტად იცავენ და მის გარშემო ისეთ სამყაროს ქმნიან, სადაც უარყოფითი არაფერი არსებობს. პრინცესას ეს არ იცავს, პირიქით ასუსტებს. მალეფისენტი გოგონას წყეულის და 16 წლის ასაკში თითის ტარზე თითის ჩხვლეტით სიკვდილს უსჯის. სართავი ამ ისტორიაში ეგრეთ წოდებული ბედის ბორბლის სიმბოლოა. ნემსზე თითის ჩხვლეტა, რაც სისხლის გამოდენას იწვევს, ქალწულობის დაკარგვას და ბავშვიდან ქალად ქცევას ნიშნავს. საბედნიეროდ კეთილი ფერიები ბუნების დადებითი ძალების წარმომადგენლები გოგონას სასჯელს ამსუბუქებენ და სიკვდილს უგონო მდგომარეობაში ყოფნით ცვლიან. მის გამოღვიძებას კი შეყვარებულის კოცნა შეძლებს. შიშით შეპყრობილი მეფე დედოფალი მთელ სამეფოში ყველა სართავ ბორბალს ანადგურებენ. შვილს კი აღსაზრდელად სამ ტკბილ და კეთილფერიას მიაბარებენ. თავად სტრატეგიას მიყვებიან და ყველა საშიშ ნივთს იცილებენ თავიდან. მაგრამ ამგვარი ქცევით თავიანთ საყვარელ გოგონას სუსტს, გულუბრყვილოსა და უმწიფარს ტოვებენ. ერთხელ ავრორა 16 წლის იუბილემდე ერთი დღით ადრე ტყეში პრინცს ხვდება, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდება. დამეთანხმებით ნებისმიერი გონივრული სტანდარტით ეს მეტისმეტია. დედმა მის სასახლეში დაბრუნებული გულამოსკვნილი ტირის, რადგან იგი პრინც ფილიპზე უნდა დაქორწინდეს, ვიზეც აკვანშივე დაინიშნა და ემოციებისგან გული მიზდის. სწორედ ამ დროს წამოეწევა მალეფისენტის წყევლა. ციხესიმაგრეში კარი იღება, მასში სართავი ბორბალი ჩანს. ავრორა თითის ტარზე თით სიჩხლეთს და უგონოთ ეცემა. ასე იქცევა მძინარე მზეთ უნახავად. ამგვარად სიმბოლურად იგი ზრდასრულთა საშინელ ცხოვრებას უგონო მდგომარეობაში ყოფნას არჩევს. ცხოვრებისეულად მსგავსი რამ ხშირად ხდება, მეტისმეტად დაცული ბავშვების შემთხვევაში.
ვისი მიწაზე დანარცხება და ნეტარი მდგომარეობიდან გამოყვანა პირველივე დამარცხების ან უარესი, ჭეშმარიტ ბოროტებასთან შეჯახებისას ხდება, რაც არ ესმით. შესაბამისად ამ ყველაფრის წინააღმდეგ თავდაცვითი მექანიზმებიც არა აქვს შემუშავებული. მაგალითად მოვიყვანოთ 3 წლის ბავშვი, რომელსაც გაყოფა არ უსწავლია. იგი მშობლებთან ეგოისტურად იქცევა, მაგრამ ისინი მეტისმეტად კეთილები არიან იმისთვის, რომ ჩაერიონ. სიმართლე ის არის, რომ ისინი ყურადღებას არ აქცევენ. არ იღებენ იმას, რაც ხდება და შვილსაც შესაბამისად არ ასწავლიან. არც იმას ასწავლიან სწორად როგორ უნდა მოიქცეს. რა თქმა უნდა ღიზიანდებიან, როცა პატარა თავის დაიკოს არაფერს უყობს, მაგრამ თავს იკატუნებენ, რომ ყველაფერი კარგადაა. არადა ასე სულაც არ არის. მოგვიანებით ისინი შვილს სულ სხვა რაღაცის გამო გაუწყრებიან. იგი დაიბნევა და გული ეტკინება, მაგრამ მაინც ვერაფერს ისწავლის. უარესიც მოხდება. მოგვიანებით ბავშვი ეცდება მეგობრები გაიჩინოს და სოციალური უნარჩვევების ნაკლებობის ან სულაც უქონლობის გამო წარმატებას ვერ მიაღწევს. იმავე ასაკის სხვა ბავშვებს მისი უნარობა არ მოეწონებათ. ეჩხუბებიან, ან და სხვა სიპოვიან, ვისთან თამაშიც ენდომებათ. მის უხერხულ ქცევას სხვა პატარების მშობლებიც შეამჩნევენ და თავიანთ შვილებთან სათამაშოდ არ დაპატიჟებენ. იგი თავს მარტო სულად და უარყოფილად იგრძნობს. ეს ბავშვი შფოთვის, უკმაყოფილების შეგრძნებას აღძრავს და ასევე დეპრესიას გამოიწვევს, რაც ცხოვრებისთვის ზურგს შეაქცევინებს და უგონო მდგომარეობაში ყოფნას სანატრელად უქცევს. მშობლები, რომლებიც შვილების აღზრდის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაზე უარს ამბობენ, მათი სწორად აღზრდისას გარდაუვალ კონფლიქტს გაურბიან. ისინი ხანმოკლე პერიოდში შვილების თვალში ცუდი ადამიანების სახელის დამკვიდრებას ერიდებიან, მაგრამ მათ შიშისა და ტკივილის განცდისგან მაინც ვერ იცავენ. პირიქით, განსჯის მოყვარული, გულგრილი, ულმობელი, ფართო საზოგადოება ბავშვებს ბევრად უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტში გარევს და უფრო მკაცრად დასჯის, ვიდრე ფხიზელი და ყურადღებიანი მშობელი. შეგიძლიათ შვილების აღზრდა საკუთარ თავზე აიღოთ, ან და ეს პასუხისმგებლობა მკაცრ, გულცივ, განკიცხვისკენ მიდრეკილ გარე სამყაროს გადაულოცოთ. მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოტივი არასოდეს არ უნდა იყოს სიყვარულის გრძნობაში აღრეული. შეიძლება ზოგიერთი თანამედროვე მშობელივე ჩემეწინააღმდეგოთ და მკითხოთ. მაინც რატომ უნდა დაექვემდებაროს ბავშვი დედმამის თვითნებურად შემოღებულ წესებს ან და მათ მიერ გაცემულ ბრძანებებს? ეს არის პოლიტკორექტული მსჯელობის ახლებური ვერსია, რომელიც ამას ზრდასრულობად წარმოაჩენს. ეს სექსიზმის ან რასიზმის მსგავსად სრურწმენისა და პიროვნების ჩაგვრის ფორმაა. მშობელთა უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილით უნდა გაეცეს პასუხი. ამისთვის საჭიროა, რომ თავად საკითხს გავეცნოთ საფუძვლიანად. საწინააღმდეგო აზრის მიღება ხომ მისი მართებულობის სანახევროდ აღიარებასაც ნიშნავს. თუ შეკითხვა არასწორად ან ცუდად იქნება დასმული, ეს შეიძლება სახიფათოც იყოს. მოდი გავერკვეთ. პირველ რიგში რატომ უნდა იყოს ბავშვი ქვემდებარე პირი? აქ პასუხი მარტივია. ბავშვმა მოზრდილებს იმიტომ უნდა დაუჯეროს, რომ ერთი ან სულაც რამდენიმე არასრულყოფილი ზრდასრული ადამიანის მზრუნველობაზეა დამოკიდებული. ამის გათვალისწინებით უმჯობესია ბავშვი ისე მოიქცეს, რომ ჭეშმარიტი სიყვარული და კეთილგანწყობა ან შეიძლება რაღაც უკეთესი დაიმსახუროს. ბავშვს შეუძლია ისე მოიქცეს, რომ მის გარშემო მყოფი მოზრდილების ოპტიმალური ყურადღება მიიპყროს, რაც არა მხოლოდ პატარის აწმყოს, არამედ სამომავლოდ განვითარებისთვისაც კარგი იქნება. ეს მაღალი სტანდარტია, მაგრამ ბავშვის ინტერესებშივე შედის და ამიტომ მისი დაკმაყოფილებისკენ სწრაფვის ყველა საფუძველი არსებობს.
ყველა ბავშვმა საჭიროა ისწავლოს, როგორ მოერგოს სამოქალაქო საზოგადოებას და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები. ეს იდეოლოგიებისადმი ბრმამორჩილებას როდი ნიშნავს. მშობლებმა დამოკიდებულებათა იმგვარი გამოხატვა და ქცევები უნდა დააჯილდოონ, რაც ბავშვს მისი ოჯახის გარეთ არსებულ სამყაროში წარმატებას მოუტანს. აუცილებლობის შემთხვევაში ისეთი ქცევების აღმოსაფხრელად, როგორიც პატარას წარუმატებლობის განცდამდე და გაუბედურებამდე მიიყვანს, მუქარასა და აგრეთვე დასჯას შეუძლიათ მიმართონ. შესაძლებლობების გამოყენების ფანჯარა მკაცრად არის განსაზღვრული, ამიტომ მასში სწრაფად გაძრომა მნიშვნელოვანია. ბავშვს 4 წლის ასაკამდე თუ არ ასწავლეს სწორად მოქცევა, მას მეგობრების გაჩენა სამუდამოდ გაუჭირდება. ამას მთელი სამეცნიერო ლიტერატურა ნათლად ადასტურებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვისთვის სოციალიზაციის მთავარი წყარო ამ ასაკში სწორად რომ მისივე თანატოლები არიან. მათგან უარყოფილი გაუცხოებული ბავშვი განვითარებას წყვეტს. როცა სხვა პატარები პროგრესს განაგრძობენ, ის პირიქით სულ უკან იხევს. მეგობრების გარეშე დარჩენილი ბავშვი მარტოვდება, ანტისოციალურ დეპრესიულ თინეიჯერად ყალიბდება და ასეთსავე ზრდასრულად იქცევა. ეს კარგი არ არის. ჩვენი გონების სიჯანსაღე ბევრად მეტად ვიდრე შეიძლება რომ ამას ხვდებოდეთ, სოციალურ საზოგადოებაში ჩვენი იღბლიანად გარევის შედეგია. გამუდმებით გვჭირდება იმის შეხსენება, თუ სწორად როგორ უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ. როცა გზას გადაუხვევთ, იმ ადამიანებმა, ვისაც ვუყვარვართ და ჩვენზე ზრუნავენ, ხელი უნდა წაგვკრან და საჭირო ადგილას დაგვაბრუნონ. ასეთი ხალხი გარშემო აუცილებლად უნდა გვყავდეს. ისეც არ ხდება კითხვას რომ დაუბრუნდეთ, თითქოს ზრდასრულების ყველა მითითება თვითნებურია. ეს მხოლოდ სრულია ტოტალიტარულ სახელმწიფოშია მართებული, მაგრამ ღია, ცივილიზებულ საზოგადოებაში უმრავლესობა მოქმედი სოციალური შეთანხმების პირობებს იცავს, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევას, ან მინიმუმ ზედმეტი ძალადობის გარეშე მშვიდობიან თანაცხოვრებას ისახავს მიზნად. წესების ისეთი სისტემაც, რომელიც მსგავსი მინიმალური კონტრაქტის არსებობას უშვებს, სხვა ალტერნატივების გათვალისწინებით არაა თვითნებური. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება პროდუქტიულ, პროსოციალურ ქცევას შესაფერისად არ დააფასებს, რესურსების თვითნებურად და ამასთან უსამართლოდ გადანაწილებას მოითხოვს, ქურდობას და აგრეთვე ექსპლუატაციას დაუშვებს, უკონფლიქტო დიდხანს არ დარჩება. თუ იერარქია მნიშვნელოვანი და რთული დავალებების შესასრულებლად საჭირო უნარჩვევების ნაცვლად, მხოლოდ ან ძირითადად ძალაუფლებას ეყრდნობა, დაშლისკენ იქნება მიდრეკილი. ეს უფრო მარტივი ფორმით შიმპანზეების იერარქიებთან დაკავშირებითაც მართლდება, რაც მსგავსი შინაარსის განცხადების ფუნდამენტურ, ბიოლოგიურ და კანონზომიერად ჩამოყალიბებულ სიმართლეს ადასტურებს. ცუდად სოციალიზირებულ ბავშვებს საშინელი ცხოვრება აქვთ, ასე რომ უმჯობესია საზოგადოებაში მათ ოპტიმალურად გარევაზე დროულად ვიზრუნოთ. რაღაცის, მაგრამ არა ყველაფრის მიღწევა ნაწილობრივ მათი წახალისებით შეიძლება. ამ შემთხვევაში საკითხავი ის კი არაა, გვჭირდება კი მუქარასა და სასჯელს მივმართოთ, არამედ ის, მაინც როგორ უნდა გავაკეთოთ ეს შეგნებულად და გონივრულად. მაინც როგორ მივაჩვიოთ ბავშვები დისციპლინას. ეს უაღრესად რთული კითხვაა, რადგან ბავშვები და მშობლებიც ერთმანეთისგან ხასიათებით განსხვავდებიან. ზოგიერთი პატარა დამყოლია. ასეთებს ნამდვილად სურთ გასიამოვნონ, თუმცა შედეგად უკონფლიქტო და სხვებზე მიჯაჭვულ ადამიანებად ყალიბდებიან. სხვებს უფრო მტკიცე ხასიათი აქვთ და ბევრად უფრო დამოუკიდებლები არიან. ასეთი ბავშვები, როცა უნდათ, რაც უნდათ და სადაც უნდათ იმას აკეთებენ. ისინი გიწვევენ, არ გიმორჩილებიან, საშინლად ჯიუტები არიან. ზოგიერთ პატარას სისტემა და წესები სჭირდება კიდეც. ხისტი გარემო აკმაყოფილებს.
სხვები ნებისმიერი სახის პროგნოზირებასა და რუტინას არაფრად აგდებენ. წესრიგის დასამყარებლად საჭირო მინიმალური მოთხოვნილებების შესრულებაც არ შეუძლიათ. ზოგი დიდი ფანტაზიორია და შემოქმედებითი ბუნება აქვს, ხოლო სხვები უფრო რეალისტები და კონსერვატორები არიან. ეს ღრმა, მნიშვნელოვანი განსხვავებებია, რომლებიც ბიოლოგიური ფაქტორებითაა განპირობებული და მათი სოციალურ დონეზე შეცვლა რთულია. საბედნიეროდ ასეთი ცვალებადობის ფონზე სოციალური კონტროლის სწორად და გააზრებულად გამოყენებით ყველანი ვიგებთ. მინიმალური საჭირო ძალის გამოყენების პრინციპი. პირდაპირ გეტყვით, რასაც ვფიქრობ. საჭიროზე მეტ წესს ნუ შემოიღებთ. სხვაგვარად რომ ჩამოვაყალიბოთ, ცუდი კანონი ხალხს კარგის მიმართ გაჩენილ პატივისცემას აკარგვინებს. ეს მეცნიერთა კონცეპტუალური გილიოტინის, უკამის სამართებლის ეთიკური, მეტიც კანონიერი ექვივალენტია, რომელიც ამტკიცებს, რომ უპირატესი ჰიპოთეზა ყოველთვის ის არის, რომელიც უფრო მარტივია. ასე რომ ბავშვებს ან მათ აღმზრდელებს მეტისმეტი წესებით ნუ დატვირთავთ. ეს ორივეს გაღიზიანებას გამოიწვევს. შეზღუდეთ წესების რაოდენობა და შემდეგ დაფიქრდით, როგორ მოიქცევით, თუ კი რომელიმეს დაარღვევენ. ჩადენილი დანაშაულის კონტექსტიდან დამოუკიდებლად სასჯელის სიმკაცრის დადგენა იოლი ნამდვილად არ არის. თუმცა დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო მონაპოვარში, ინგლისურ საერთო სამართალში, სასარგებლო ნორმები უკვე არსებობს და ჩვენ მისი ანალიზი მეორე მარგებელი პრინციპის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. ინგლისური საერთო სამართლის მიხედვით შეგიძლიათ თქვენი უფლებები გონიერების ფარგლებში დაიცვათ. თქვათ ვიღაც სახლში შემოგეჭრათ და ხელში დატენილი იარაღი გიკავიათ. თავდაცვის უფლება კი გაქვთ, მაგრამ უმჯობესია ეს ეტაპობრივად გააკეთოთ. იქნებ ეს უბრალოდ თქვენი მთვრალი მეზობელია. ვესვრი, იფიქრებთ. მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილია. ნაცვლად ამისა საჭიროა შეზძახოთ. შეჩერდი, იარაღი მაქვს. და თუ თქვენს სიტყვებს სათანადო რეაქცია ან უკან დახევა არ მოყვება, გამაფრთხილებელ გასროლაზე დაფიქრდით. თუ კანონ დამრღვევი წინსვლას გააგრძელებს, შეგიძლიათ ფეხში ესროლოთ. ეს იურიდიული კონსულტაციის გაწევაში არ აგერიოთ. მე მხოლოდ მაგალითები მომყავს. მინიმალური საჭირო ძალის გამოყენების ბრწყინვალე და პრაქტიკულმა პრინციპმა შესაძლოა მწვავე რეაქციის პროვოცირებაც გამოიწვიოს. ამგვარად დისციპლინის ორი ძირითადი მეთოდი გვაქვს. პირველი, წესების შეზღუდვა და მეორე, ამ წესების აღსრულებისთვის მინიმალური საჭირო ძალის გამოყენება. პირველ პრინციპთან დაკავშირებით ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა. წესების ადამდე შევზღუდოთ. რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ. ნუ უკბენთ, ნუ დაარტყამთ ან სცემთ სხვას. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თავს იცავთ. ნუ გააწამებთ, ნუ დაჩაგრავთ. ან დააშინებთ სხვა ბავშვებს, თუ არ გინდათ თავი ციხეში ამოყოთ. სუფრასთან ცივილიზებულად მოიქეცით და ყოველთვის მადლიერება გამოხატეთ, რომ ხალხს თქვენი სტუმრობა უხაროდეს და სიამოვნებითაც გიმასპინძლონ. ისწავლეთ გაყოფა, რომ სხვა ბავშვები გეთამაშონ. ზრდასრულებმა რომ არ შეგიძულონ და მათი ცოდნის გაზიარების ღირსადაც ჩაგთვალონ, საუბრისას ყურადღება გამოიჩინეთ. ღრმად და მშვიდად იძინეთ, რომ თქვენს მშობლებს პირადი ცხოვრება ჰქონდეთ და თქვენმა არსებობამ არ შეაწუხოთ. საკუთარი ნივთების მოფრთხილებასაც მიეჩვიეთ, თქვენ ხომ მათი ფლობით გაგიმართლეთ. როცა სტუმრობისას რაიმე სახალისო ხდება, თუ გსურთ სხვა დროსაც დაგპატიჟონ სხვებთან ერთად თქვენც იმხიარულეთ.
ისე მოიქეცით, რომ ხალხს თქვენთან ყოფნა უხაროდეს. ამ წესების მცოდნე ბავშვებისთვის ყველა კარი ღია იქნება. ალბათ მეორე, თანაბარ მნიშვნელოვან პრინციპთან დაკავშირებითაც გაგიჩნდებათ კითხვა. მაინც რას ნიშნავს მინიმალური საჭირო ძალა? ეს დაწყებული ყველაზე მცირე შესაძლო ჩარევით, ექსპერიმენტულად უნდა დადგინდეს. ზოგიერთ პატარას ერთი მკაცრი გამოხედვაც ადგილზე გააშეშებს. სხვა სიტყვიერი ბრძანება გააჩერებს. ზოგს შუბლზეც კიპურტის დარტყმა ან ხანდახან ხელის წამორტყმაც დასჭირდება. ეს სტრატეგია განსაკუთრებით სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, მაგალითად რესტორანშია გამოსადეგი. შეგიძლიათ მას სწრაფად, მშვიდად და ეფექტურად, რაც მთავარია კონფლიქტის ესკალაციის რისკის გარეშე მიმართოთ. ალტერნატივა? პატარა, რომელიც ბრაზისგან ტირის და ყურადღებას ითხოვს, კეთილგანწყობას ვერ იმსახურებს. მაგიდებს შორის მორბენალი ბავშვი, რომელიც ყველას ურღვევს მყუდროებას, ძველ, მაგრამ სწორ სიტყვებს გამოვიყენებ, თავსაც და მშობლებსაც არ ცხვენს. ასეთი შედეგი ოპტიმალურისგან შორსაა. ბავშვი საზოგადოებაში ბევრად უფრო ცუდად იქცევა, რადგან ექსპერიმენტის ჩატარებით ცდილობს გაიგოს, იმოქმედებს თუ არა მისთვის დადგენილი ძველი წესები ახალ ადგილას. 3 წლამდე ბავშვებს ვერბალური კომუნიკაცია უჭირთ. როდესაც ჩემი შვილები პატარები იყვნენ და მე და ჩემს მეუღლეს რესტორნებში მიყვავდა, სახეზე ყველას ღიმილს ვგვრიდნენ. მოწესრიგებულად ისხდნენ, ზრდილობიანად მიირთმევდნენ, დიდხანს კი ვერ ძლებდნენ, მაგრამ არც ვაჩერებდით. დაახლოებით 45 წუთის შემდეგ მოусვენრობას რომ შევატყობდით, ხვდებოდით, უკვე ჩვენი წასვლის დრო იყო. ასე ვიყავით მოლაპარაკებულები. ახლოს მყოფები გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი ბედნიერი ოჯახის ნახვა დიდ სიამოვნებას გვრიდათ. სულ ასე არ ვიყავით და არც ჩვენი შვილები იქცეოდნენ ყოველთვის სათანადოდ, მაგრამ ძირითადად ასე ხდებოდა. ჩვენც გვიხაროდა, რომ ხალხს მათ გვერდით ყოფნა სიამოვნებდა. ეს პატარებისთვისაც ერთობ სასარგებლო იყო, რადგან როცა ხედავდნენ, რომ ადამიანებს მოსწონდათ, უკეთესად იქცეოდნენ. ეს მათთვის ჯილდო იყო. თქვენი შვილები შანს თუ მისცემთ, ხალხს შეიძლება გულწრფელად მოეწონოს. ამას მაშინ მივხვდი პირველი შვილი გოგონა, მიკეილა რომ შეგვეძინა. როდესაც პატარას დასაკეცი ეტლით მონრეალის ფრანგულ მუშათა უბანში ვასეირნებდით, ერთი შეხედვით უხეში ტყის მჭრელები მუშაობას წყვეტდნენ, ბავშვს უღიმოდნენ, ცდილობდნენ როგორმე აღუეთქმევინებინათ, ხითხითებდნენ და სასაცილო სახეებს იღებდნენ. როდესაც ვუყურებ, როგორ რეაგირებენ ადამიანები ბავშვებზე, კაცობრიობის მიმართ რწმენა მიბრუნდება. როცა თქვენი შვილები საზოგადოებაში კარგად იქცევიან, მათ მიმართ დამოკიდებულება უმჯობესდება. ეს რომ ასე იყოს, საჭიროა ბავშვები დისციპლინას ფრთხილად და ეფექტურად მიაჩვიოთ. ამისთვის კი წახალისებისა და დასჯის შესახებ ცოდნას უნდა ფლობდეთ და მას თავს არ არიდებდეთ. თქვენს შვილთან ურთიერთობის დამყარება ყველაფერთან ერთად იმის დადგენას ნიშნავს, თუ როგორ რეაგირებს ეს პატარა ადამიანი დისციპლინურ ჩარევებზე. მერე ეფექტურად უნდა იმოქმედოთ. კლიშეების გამეორება, ბავშვის ფიზიკური დასჯა ყოველად დაუშვებელია, ან და ბავშვს ცემა იმას ასწავლის, რომ შეიძლება სხვასაც ასე მოექცეს, იოლია. მოდი იმ დებულების განხილვით დავიწყოთ, რომ ბავშვის ფიზიკურად დასჯა ყოველად დაუშვებელია. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია საყოველთაო შეთანხმების არსებობა, რომლის თანახმადაც ზოგიერთი გადაცდომა, განსაკუთრებით ქურდობა და სხვა ადამიანზე ფიზიკური თავდასხმა არასწორი ქცევაა და სანქცირებას უნდა ექვემდებარებოდეს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი სანქციები სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფორმით დასჯას მოიცავს.
თავისუფლების აღკვეთა ფიზიკური ზიანის მიყენების მსგავს ტკივილს იწვევს. იგივე შეიძლება ითქვას გარკვეული დროით სოციალური იზოლაციის გამოყენებაზეც. ეს ნეირობიოლოგიურ ცოდნაზე დაყრდნობით ვიცით. აქედან ყველაფერზე ადამიანის ტვინის ერთი და იგივე ნაწილი რეაგირებს, ერთი და იმავე კატეგორიის წამლები, ეგრეთ წოდებული ოპიატების შველის. ციხეში განსაკუთრებით კი ცალკე საკანში ჩასმა, მაშინაც როცა ძალადობას არ მიუმართავთ, დასჯის ფიზიკური ფორმაა. მესამე, რაც გასათვალისწინებელია, ის არის, რომ ზოგიერთი არასწორი მოქმედება, როგორც ეფექტურად, აგრეთვე დაუყოვნებლივაც უნდა შეჩერდეს, რომ რაიმე უარესი არ მოხდეს. მაინც რა იქნება სათანადო სასჯელი მისთვის, ვინც გამუდმებით ელექტროჩამრთველში ჩანგლის ჩარჭობას ცდილობს. ან მისთვის, ვინც ხალხმრავალი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე სიცილ კისკისით გაგირბით. პასუხი მარტივია, რაც მას ყველაზე სწრაფად და ეფექტურად შეაჩერებს. რა თქმა უნდა, გონიერების ფარგლებში მოქმედებაა საჭირო. უმოქმედობის ალტერნატივა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ხალხმრავალი ავტოსადგომის ან ელექტროჩამრთველის შემთხვევაში ყველაფერი ნათელია, მაგრამ იგივე ეხება სოციალურ სამყაროსაც. ამას მეოთხე საკითხამდე, ფიზიკური სასჯელის გამართლებამდე მივყავართ. არასათანადო საქციელისთვის დაწესებული სასჯელი, რაც თავის დროზე ფრიად ეფექტურად შეიძლებოდა აღკვეთილიყო, ბავშვი რაც უფრო იზრდება, მეტად მკაცრდება. საზოგადოების მხრიდან ადრეულ ასაკში ახალგაზრდობასა და ზრდასრულობის საწყის ეტაპზე უმკაცრესად აშკარად ისინი ისჯებიან, ვისი ეფექტურად სოციალიზაციაც 4 წლის ასაკამდე ვერ მოხერხდა. თავის მხრივ ეს არაკონტროლირებადი ის 4 წლის პატარები არიან, ვინც 2 წლის ასაკში ბუნებით გამორჩეულად აგრესიულები იყვნენ. სტატისტიკურად უფრო მეტი ალბათობა არსებობდა იმისა, რომ თანატოლებს დაარტყამდნენ, უკბენდნენ, ასევე სათამაშოებს წაართმევდნენ, რაც მოგვიანებით ქურდობის სახელით მოიხსენიება. ისინი ბიჭების დაახლოებით 5, ხოლო გოგონების შედარებით ნაკლებ პროცენტს შეადგენენ. იმ სიტყვების თუთიყუშივით დაუფიქრებლად გამეორება, რომ ბავშვის ფიზიკურად დასჯა ყოლა დაუშვებელია, ასევე ნიშნავს სიცრუისა და ილუზიის კვებას. თითქოს უდანაშაულო პატარა ანგელოზებისგან სასწაულებრივად ჩნდებიან ეშმაკი თინეიჯერები. თქვენს შვილს, განსაკუთრებით თუ ის ტემპერამენტულად უფრო აგრესიულია, უსაქციელობისთვის თვალის არიდებით კარგს არაფერს უშვებით. ფიზიკური სასჯელის დაუშვებლობის მიმხრობა ემყარება მეხუთე თეორიას, რომ სიტყვა არა დასჯის საფრთხის არარსებობის შემთხვევაშიც კი შეიძლება სხვა ადამიანის წინააღმდეგ ეფექტურად იქნას გამოყენებული. ქალს იმიტომ შეუძლია ძლიერ და საკუთარ თავზე შეყვარებულ მამაკაცს უთხრას უარი, რომ სოციალური ნორმების არსებობასთან ერთად კანონი იცავს და აგრეთვე სახელმწიფო უჭერს მხარს. მშობელს შეუძლია ბავშვს, რომელსაც ტორტის მესამე ნაჭრის მირთმევა სურს, იმაზე დაყრდნობით შეეწინააღმდეგოს, რომ მასზე დიდი და უფრო ძლიერია. დამატებით კანონი და სახელმწიფო მის გვერდითაც დგას. არა, საბოლოო ჯამში ნიშნავს, თუ ასე მოქცევას გააგრძელებ, ისეთი რაღაც დაგემართება, რაც არ მოგეწონება. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ არაფერს ან უარეს, ზრდასრულთა ჩაბურტყუნებულ კიდევ ერთ უაზროს სიტყვას, ან იმას, რომ ყველა მოზრდილი ადამიანი სუსტი და უნიათოა. ეს ყველაზე ცუდი გაკვეთილია, რაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს, რადგან ყველა გაიზრდება და რასაც ტკივილის პირადად განცდით ვერ ან არ ისწავლის, ამ ხრივ მოზრდილებს მიბაძავს. რისი მოლოდინი უნდა კონდეს პატარას, რომელსაც დიდები ეზიზღება და მათ უგულებელ ყოფს. საერთოდაც რატომ უნდა გაიზარდოს?
სწორედ ეს არის პიტერ პენის ისტორია, ვისაც ყველა დიდი კაპიტანი გაუჭასნაირი ტირანი ჰგონია, ვისაც საკუთარი მოკვდაობა აშინებს. გაიხსენეთ მშიერი ნიანგი მუცელში მაღვიძარა, რომ უწიკწიკებდა. ძალადობის არსებობისას ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არა ჭეშმარიტად უარყოფას ნიშნავს, მაშინ დგება, როდესაც ამ სიტყვას ერთი ცივილიზებული ადამიანი ეუბნება მეორეს. რაც შეეხება შეხედულებას, ბავშვს თუ დაარტყამთ, ამით მხოლოდ იმავეს გაკეთებას ისწავლის. ცდარია. ასეთი მიდგომა მეტისმეტად მარტივია. პირველ რიგში ცემა ან დარტყმა მოქმედი მშობლის დისციპლინური ქმედების აღსაწერად ძალზე გაუბრალოებული სიტყვაა. დარტყმა ზუსტად რომ აღწერდეს ფიზიკური ძალის გამოყენების მთელ სპექტრს, მაშინ წვიმის წვეთსა და ატომურ ბომბს შორის სხვაობა არ იარსებებდა. მასშტაბსა და კონტექსტს თუ ამ საკითხში თავს განზრახარ დავიბრმავებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეულ ბავშვს ესმის რა განსხვავებაა არაპროვოცირებული, გაბრაზებული ძაღლის ნაკბენსა და შინაური ცხოველის მიერ თამაშის დროს კბილის გაკვრას შორის. როდესაც ვინმე ცემაზე ვსაუბრობთ, ყურადღების მიღმა ვერაფრით დავტოვებთ, მაინც რატომ, რამდენად ძლიერ დაარტყეს ამ ადამიანს. შერჩეული დროც კონტექსტის ნაწილია. თუ თქვენი 2 წლის შვილი უმცროს დას ან ძმას თავში ხეს ჩაუკაკუნებს და მას ამისთვის წკიპურტი მოხვდება, თავის და თქვენს ქმედებებს შორის კავშირს დაამყარებს. სამომავლოდ იმავეს გამეორების ნაკლები სურვილი ექნება. დამეთანხმებით, რომ სასურველი შედეგია. დედის მოქმედებიდან გამომდინარე იმას ნამდვილად არ დაასკვნის, რომ პატარას კიდე უნდა ჩაარტყას. სულელი არ არის, მხოლოდ ეჭვიანი, იმპულსური და არც თუ ისე დახვეწილია. როგორ აპირებთ მისი უმცროსი დის ან ძმის დაცვას? თუ კი უფროს შვილს არაეფექტურად აღზრდით და ვერ შეძლებთ დისციპლინას მიაჩვიოთ, პატარა დაიჩაგრება. შეიძლება ეს წლების მანძილზეც კი გაგრძელდეს, რადგან ამის შესაჩერებლად არაფერს მოიმოქმედებთ და კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის ყველაფერზე თვალს დახუჭავთ. როდესაც თქვენი უმცროსი შვილი შესაძლოა ზრდასრულ ასაკშიც პასუხს მოგთხოვთ, იტყვით. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასე იყო. უბრალოდ არ გსურდათ ამის ცოდნა და ამიტომ არც არაფერს იმჩნევდით. აღზრდის პასუხისმგებლობა მოიხსენით. თქვენ გარშემო მომხდარილ მობიერებით გაამართლეთ. ჯანჯაფილის თაფლ-კვერებით აგებულ ყველა სახლში ბოროტი ჯადოქარი ცხოვრობს, ვისაც ბავშვების გადასასვლელს სურს. რას ნიშნავს ეს ყოველივე? როგორ უნდა მოიქცეთ? დისციპლინის ეფექტურად ან არაეფექტურად სწავლების გადაწყვეტილება გაგრჩებათ მისაღები. მაგრამ მასზე საერთოდ უარის თქმა გამოსავალი არ არის. რადგან ამ შემთხვევაში საზოგადოება და თვით სამყარო ბავშვის იმ საქციელისათვის ან დაშვებული შეცდომისთვის, რაც მას პატარაობისას არ შეუსწორეთ, სასტიკად დასჯიან. რამდენიმე პრაქტიკულ მინიშნებას მოგცემთ. კუთხეში დაყენება დასჯის ფრიად ეფექტური ფორმაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვს როგორც კი მისი ბრაზის გაკონტროლებას შეძლებთ, მოუალერსებთ და დავუყვავებთ. გაბრაზებული პატარა სანამ არ დამშვიდდება, ცალკე უნდა დასვათ. მერე უფლება მიეცით ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს სიბრაზის გრძნობა კი არ სძლევს, არამედ ამ გრძნობაზე თავად იმარჯვებს. შეგიძლიათ წესი ასე ჩამოაყალიბოთ. ჩვენთან დაბრუნდი, როგორც კი სწორად მოქცევას შეძლებ. ეს პატარის, მშობლისა და ფართო საზოგადოებისთვის ძალზე კარგი შეთანხმებაა. ბავშვს ამით უჩვენებთ, რომ თავის გაკონტროლება შეუძლია და მიუხედავად იმისა, რომ ცუდად მოიქცა, მაინც გეყვარებათ. თუ თქვენ კვლავაც გაბრაზებული ხართ, იქნებ ბავშვს თავისი საქციელი ბოლომდე არ მოუნანიებია. ან თქვენ გაქვთ წყენის გულში ჩახვევის პრობლემა და ეს უნდა მოაგვაროთ.
თუ თქვენი პატარა ჯიუტი და ნამდვილი ონავარია, რომელსაც კიბეზე ან თავის ოთახში სვამთ, სასჯელს სიცილკისკისით გაურბის. მისი ფიზიკურად გაკავებაც შეიძლება მოგიხდეთ. შეგიძლიათ ბავშვს მკლავებში ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ ჩაავლოთ. ასე გეკავოთ მანამ, სანამ სხმარტალს შეწყვეტს და ყურადღებას მოგაქცევთ. თუ ამან არ იმოქმედა, შეიძლება მისი გატყეპა მოგიხდეთ. პატარას, რომელიც ცდილობს საზღვრები გაიფართოოს, ზრდასრულებისგან უკანალზე წამორტყმამ შეიძლება შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობაზე მიუთითოს. არსებობს სიტუაციები, როცა ეს არ კმარა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგიერთი ბავშვი მიზანდასახული, ცნობის მოყვარე და ნამდვილი კერკეტი კაკალია. ან იმის გამო, რომ მისი დანაშაული მართლაც მძიმეა. თუ ასეთ რამეებზე არ ფიქრობთ, გამოდის, მშობლის მოვალეობას პასუხისმგებლობით არ ეკიდებით. თქვენს შავ სამუშაოს გასაკეთებლად სხვებს უტოვებთ, ვინც მათ გაცილებით უარესად შეასრულებს. პრინციპების შეჯამება. პირველი დისციპლინური პრინციპი. შეამცირეთ წესების რაოდენობა. მეორე. გამოიყენეთ მინიმალური საჭირო ძალა. მესამესაც შემოგთავაზებთ. ბავშვს ორივე მშობელი უნდა ყავდეს. მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდა საპასუხისმგებლო და ძალზე დამღლელია. ამიტომაც ადვილი შესაძლებელია მშობელმა შეცდომა დაუშვას. უძილობა, შიმშილი, კამათი, ბახუსი, ცუდი დღე სამსახურში. აქედან ნებისმიერმა ფაქტორმა შეიძლება ადამიანი არაკეთილგონიერი გახადოს, ხოლო მათმა ერთობლიობამ საშიშადაც კი აქციოს. ასეთ ვითარებაში საჭიროა თქვენ გვერდით იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ყურადღებას მოგაქცევთ და აუცილებლობის შემთხვევაში თქვენს ქცევაში ჩასარევად სწორ მომენტს შეარჩევს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მტირალა ბავშვსა და გაღიზიანებულ მშობელს ერთმანეთი უკიდეგანოთ უყვარდეთ. აი ამიტომაა საჭირო ორივე მშობელი ერთად იყოს და ახალშობილის მამამ დედას მიხედოს. რათა მან თავის მხრივ გადაღლილმა 30 ღამე ზედიზედ საღამოს 11-დან დილის 5 საათამდე მუცლის ტკივილით დატანჯული შვილის ღნავილით შეწუხებულმა სასოწარკვეთილმა რაიმე არ ჩაიდინოს. იმას არ ვამბობ, რომ მარტოხელა დედებს პატივი არ უნდა ვცეთ. ისინი წარმოუდგენლად ძლიერი და მებრძოლი ადამიანები არიან. მათი ნაწილი სასტიკ მოპყრობას გამოექცა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახური ცხოვრების ყველა ფორმა თანაბრად სიცოცხლის უნარიანია. ასე არ არის. მორჩა და გათავდა. მეოთხე პრინციპი უფრო ფსიქოლოგიურია. მშობლებმა უნდა შეიგნო, რომ შეუძლიათ იყვნენ მკაცრი, შურისძიების წყურვილით ახსავსე, ქედმაღალი, უკმაყოფილო, ბრაზიანი და მატყუარა ადამიანები. შეგნებულად ცოტა ვინმე თუ აპირებს საშინელი მშობელი იყოს, მაგრამ ცუდი აღზრდის მაგალითს ხშირად ვაწყდებით. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს სიკეთისა და ბოროტების ჩადენის თანაბარი შესაძლებლობები აქვთ და ამ ფაქტს ჯიუტად უარყოფენ. პიროვნება შეიძლება აგრესიული და ეგოისტი, მაგრამ ამავე დროს კეთილი და მზრუნველიც იყოს. ამ მიზეზით არც ერთ ზრდასრულ ადამიანსა თუ მტაცებელ პრიმატს არ შეუძლია იმის ატანა, რომ მას ახლად გამოჩეკილმა ბავშვმა აჯობოს. შურისძიების დროც დადგება. საუკეთესო, ყველაზე მომთმენი მშობლებიც თავიანთ შვილს ადგილობრივ სუპერმარკეტში თუ ვერაფრით უმკლავდებიან, სამაგიეროს იმით გადაუხდიან, რომ როდესაც მათთან უახლესი მიღწევის საჩვენებლად აღფრთოვანებული მიირბენს, ზურგს შეაქცევენ. თეორიულად ყველაზე უანგარო მშობელიც განაწყენდება, თუ ბავშვი გვარიანად შეარცხვენს, უხერხულობას შეუქმნის, არ დაემორჩილება და გამომწვევად მოექცევა. ხოდა სასჯელიც არ დააყოვნებს. წენა შურისძიების დაუოკებელ წყურვილს წარმოშობს. სიყვარულის სპონტანურად გამომხატველი ჟესტები იკლებს.
რასაც რაციონალური გამართლება მოეძებნება. ბავშვის პერსონალური განვითარების შესაძლებლობები შემცირდება და დაიწყება ერთმანეთისთვის თავის არიდება. ეს ოჯახური ომისკენ მიმავალი გზის დასაწყისია. ეს ბრძოლა უჩუმრად სიყვარულისა და მოჩვენებითი სტაბილურობის ფასადის მიღმა იმართება. ჯობს ამ გატკეპნილ გზას ერიდოთ. მშობელს, რომელსაც მისი უსაქციელობის შეკავების უნარის მნიშვნელობა კარგად აქვს შეგნებული, დისციპლინის სათანადო სტრატეგიის შემუშავება შეუძლია და განსაკუთრებით კარგად გამოუვა თუ კი გვერდით გონიერი პარტნიორით ეყოლება. ასეთ შემთხვევაში მდგომარეობა ჭეშმარიტი სიძულვილის გაჩენამდე აღარ მივა. სიფრთხილე გმართებთ. ტოქსიკური ოჯახები ყველგან მრავლად არიან. ისინი არც წესებს აყალიბებენ და არც არასწორ ქცევას ზღუდავენ. მშობლები არაპროგნოზირებულად იქცევიან. მათი შვილები კი ქაოსში ცხოვრობენ და მორცხვები თუ არიან, იჩაგრებიან. გამძლეები თუ აღმოჩნდებიან, ამბოხდებიან. ეს კარგი არ არის. ამან შეიძლება მომაკვდინებელ შედეგებამდეც კი მიგვიყვანოს. აი მეხუთე და საბოლოო ზოგადი პრინციპი. მშობლები ვალდებულები არიან, რომ მათ შვილებსა და რეალურ სამყაროს შორის თანაგრძნობით ახსავსე, მზრუნველი შუამავლების როლი შეასრულონ. მათი ეს პასუხისმგებლობა ცვლის ბედნიერების უზრუნველყოფის, შემოქმედებითობის გაღვივების ან თვითშეფასების ამაღლების ნებისმიერ ვალდებულებას. მშობლების უპირველესი მოვალეობაა მათი შვილები სოციალურად სასურველნი გახადონ. ეს ბავშვებს შესაძლებლობებს მისცემს, მათ თავმოყვარეობას წაადგება და უსაფრთხო გარემოს შეუქმნის. ეს მათი იდენტობის განვითარებაზე მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში წმინდა გრაალის მიღება მხოლოდ სოციალური განვითარების მაღალი დონის მიღწევის შემდეგ იქნება შესაძლებელი. კარგი შვილი და პასუხისმგებლობით გამორჩეული მშობელი. სათანადოდ სოციალიზირებული 3 წლის ბავშვი თავაზიანი და საყვარელია. არ არის სუსტი პიროვნება. სხვა ბავშვებში ინტერესს აღძრავს, ზრდასრულებში სიმპათიის გრძნობას იწვევს. სხვა პატარები მისი ყურადღების მისაპყრობად იბრძვიან, ხოლო მოზრდილებს მისი ნახვა გულით უხარიათ. ყალბიღიმილის მიღმა არ იმალებიან. სამყაროს ის ხალხი გააცნობს, ვისაც ამის გაკეთება ესიამოვნება. საბოლოოდ მისი ინდივიდუალურობის განვითარებას ეს უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე მშობლების ნებისმიერი მცდელობა როგორმე თავიდან აიცილონ ყოველდღიური კონფლიქტი და წორთნა აღზრდა. თქვენს პარტნიორთან ან თუ გვერდით მსგავსი არავინ ყავთ, მეგობართან მაინც განიხილეთ, როგორი ბავშვები მოგწონთ და როგორი არ გინდათ რომ გყავდეთ. თქვენი აზრის გამოხატვის არ შეგეშინდეთ. შესაფერისის შეუფერებლისგან, ანუ ხორბლის ღვარძლისგან გარჩევა ნამდვილად შეგიძლიათ და ავკარგს შორის განსხვავებაც გესმით. მას შემდეგ, რაც თქვენს პოზიციას მკაფიოდ ჩამოაყალიბებთ და საკუთარ მეწვრილ მანეობას, ამპარტავნებას და გაღიზიანებადობას შეაფასებთ, კიდევ ერთ ნაბიჯს დგამთ და თქვენს შვილებს აიძულებთ კარგად მოიქცნენ. არა მარტო მათ აღზრდაზე, არამედ თქვენს შეცდომებზეც იღებთ პასუხისმგებლობას, რომელთაც პროცესში აუცილებლად დაუშვებთ. ამ დროს შეგიძლიათ ბოდიში მოიხადოთ და სცადოთ მომავალში გამოსწორდეთ. რაც უნდა იყოს, თქვენი შვილები გიყვართ. თუ მათი რაიმე ქმედება არ მოგწონთ, წარმოიდგინეთ, რა გავლენა აქვს ამას სხვა ადამიანებზე, ვინც თქვენ შვილებზე თქვენზე ნაკლებად ზრუნავენ. ეს ხალხი ნებიდან და უნებლიეთ მათ მკაცრად დასჯის. ეს არ უნდა დაუშვათ. ჯობს თქვენს პატარა ურჩხულებს თავად ასწავლოთ, რა არის სასურველი და რა არა, რათა ისინი ოჯახის მიღმა არსებული სამყაროს დახვეწილ წევრებად იქცნენ. დამჯერი,
ყურადღებიანი ბავშვები, რომელთაც გონება არ ეფანტებათ და სხვებთან თამაში შეუძლიათ, არ წუწუნებენ, მხიარულები არიან, მაგრამ არავის არ აწუხებენ და მათი ნდობა შეიძლება. მეგობრებს, სადაც უნდა ამოყონ თავი, ყველგან და ყოველთვის იპოვიან. მასწავლებლებსაც მოეწონებათ და მშობლებსაც ეყვარებათ. თუ თქვენი შვილი მოზრდილებს ზრდილობიანად მოექცევა, მას ყველა გაუღიმებს და ყველაფერს დიდი სიხარულით ასწავლის. სადაც უნდა წავიდეს, ყველგან მიაღწევს წარმატებას, რაც ამ ცივ და სასტიკ სამყაროში ფრიად მნიშვნელოვანია. კაფიოდ ჩამოყალიბებული წესები ბავშვებს თავდაჯერებულ, ხოლო მშობლებს მშვიდ, რაციონალურ ადამიანებად აქცევს. დისციპლინისა და სასჯელის გასაგები პრინციპები სოციალური განვითარებისა და ფსიქოლოგიური სიმწიფის თანაბრად წახალისებაზე მოწყალების მიღებისა და სამართლიანობის გამოვლენის ბალანსის დაცვას უზრუნველყოფს. კაფიო წესები და სათანადო დისციპლინა ბავშვს ოჯახსა და საზოგადოებას წესრიგის დამყარებასა და შენარჩუნებაში ეხმარება. ეს იმ ბნელი საზარელი სამყაროს ქაოსისა და საშინელებებისაგან გვიცავს, სადაც ყველაფერი გაურკვეველია. ჩვენში შფოთვის შეგრძნებას ბადებს, იმედს გვიწურავს და ამით გვთრგუნავს. არ მისცეთ თქვენს შვილებს იმის გაკეთების უფლება, რაც მათ შეგაძულებთ.